აბა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით სულით და გულით. სოფელ ზემო მაღაროში, კავკასიური სახლის ფილიალში, რომელსაც ქვია სოლომონ დოდაშვილის სახელობის ჰარმონიული განვითარების ცენტრი კერა. და ასე იცნობს თესიღნაღის რაიონში ყველა კერა. აი ამ სოფელში ჩვენ დიდი ხანია მუშაობთ, 25 წელია ალბათ. კავკასიური სახლი ცდილობს რაიმენაირად დაეხმაროს სოფელს და სოფლის ბავშვებს. და ამას ვახერხებთ ჩვენი ძალიან საყვარელი ძვირფასი ევროპელი მეგობრების წყალობით. ევროპული ფონდი ჰორიზონტი, რომლის დამფუძნებელი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ბატონი იორგ ჰენლე. და რომელსაც ისე შეუყვარდა საქართველო, მე მოვიწვია ის პირველად თბილისში, ისე შეუყვარდა საქართველო, ისე უყვარდა ყველაფერი ქართული, რომ სიკვდილის წინ ისმენდა სიმღერა თბილისოს და ტიროდა. და ესე იგი რაღაცა ანდერძივითაც დაიბარა, რომ მისმა შექმნილმა დაფუძნებულმა ფონდმა არ მიატოვოს კავკასიური სახლი, არ მიატოვოს სოფლის ბავშვები. ეს არის საოჯახო საგვარეულო სრულად არაპოლიტიკური ფონდი, თქვენ წარმოიდგინეთ, მე მგონი ერთადერთი მთელ მსოფლიოში, რომელიც აფინანსებს ადგილობრივი ავტოქტონური კულტურებისა და ტრადიციების გადარჩენას. აი ასეთი ფონდიც დღეს გამოცხადებულია მოგეხსენებათ აგენტებად და ასე შემდეგ. კიდე კარგი არ მოესწრო ამას ჩემი მეგობარი იორგ ჰენლე, რომელსაც უბრალოდ გული გაუსკდებოდა იმდენად უყვარს ეს ქვეყანა. ჯერ მარტო ამ ფონდმა 14 საყდარი გადაარჩინა სვანეთში და რესტავრაცია გაუკეთა სალოცავებს და ჯვარხატებს, რომლებიც ისე განადგურდებოდა, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა ვერაფერს და არც ხმა მოუღიათ, არც ტელევიზია წაუყვანიათ, არც არაფერი ამ ქვეყნისგან არ მოუთხოვიათ. ეს არის ფონდი, რომელიც აპირებდა დავით გარეჯის გადარჩენას და მისი რესტავრაციას. მაშინდელი ხელისუფლება ნორმალურად რომ მოქცეოდა, სხვათა შორის მაშინდელი ხელისუფლებაც ძალიან დესტრუქციულად მოიქცა და ხელი ააღებინა ამ ფონდს ბევრ კარგ საქმეზე და მე ეს ხო გაგრძელდა უკვე აქეთკენ. ამით იმის თქმა მინდა რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ჩვენ ნუკრიანში გავაკეთეთ და ერთი უნიკალური წიგნი ეხლა მინდა ვახსენო, ეს არის სოფელი ნუკრიანზე. წიგნი ანა მარგველაშვილის მიერ დაწერილი და გამოკვლეული უნიკალური გამოკვლევაა, იმიტომ რომ ერთი სოფლის აი ყველა ასპექტის ესე იგი ჩვენებას ახერხებს, როგორ ცხოვრობს ერთი სოფელი, როგორ ცხოვრობდა და ესე იგი აქ არის სწორედ კავკასიურ სახლს რამდენი აქვს გაკეთებული, რომ ჩვენ თვითონ აღარ გვახსოვს უკვე იმდენი გვაქვს გაკეთებული არა მარტო სოფელ ნუკრიანისთვის, მომაღაროსთვის, არამედ მიმდებარე სოფლებისთვისაც რამდენი დახმარება გვაქვს გაწეული მთელი ამ ხნის მანძილზე. აი მაინც მინდა რომ ამ აქცენტით დავიწყო, სახელმწიფოსაგან ხელის შეშლის მეტი არაფერი არ მეგვეღია. სახელმწიფოსაგან, აი წინა ხელისუფლების დროს და ამ დროს იცი დათო რა ძნელია, დათო, აი ძალიან ძნელია, ამას შეეწირა ჩვენი ჯანმრთელობა, ნერვები, ყველაფერი. ამ სოფლის, ნუკრიანის სოფლის სკოლა უზარმაზარი შენობა, ხო იცით, ეგ საბჭოთა სკოლები, რამხელები იყო. დაანგრეული, გაუბედურებული, იქ სწავლა აღარ შეიძლებოდა, ტბები იდგა, წყლის და სახურავი აღარ ქონდა სკოლას და იყო გაუბედურებული. აი ამ ფონდმა და ბატონმა იორგ ჰენლემ, ჩემმა მეგობარმა, თავიდან ფაქტურად ააშენეს. და ძალიან დიდი ფული დახარჯეს მაშინ 2002 წელს. იქა და ესე იგი იყო პირველი სკოლა, რომელიც ასე გარემონტდა თავისი სველი წერტილებით, შიგნით, გოებისთვის ცალკე, ვაჟებისთვის ცალკე, სცენა, პატარა თეატრი, კაბინეტები, ცენტრალური გათბობა, აი ვერ აგიწერთ როგორი სკოლა გაუკეთა იმ ფონდმა ამ სოფელს და წინა ხელისუფლების დროს, იმიტომ არის რომ განსხვავებები არ არის, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩვენ აი ამ სკოლიდან გამოგვაგდეს, რომელიც ჩვენ გავაკეთებინეთ და შემდეგ იქ უკვე იგივე მუშაობას ვეწეოდით, რასაც აქ ვეწევით. ეხლა იმ სკოლაში ვეწეოდით ამ მუშაობას ყველანაირს ბავშვებთან
სამართალი, თეატრი, პოეზია, ხატვა, ავიცი მე ყველანაირი. იმდენად წინ წავიდა სკოლა, რომ ყველაფერში იმარჯვებდა, რაღაც კონკურსებში, ხატვა, სიმღერა, ცეკვა, იმდენად განვითარდა. და დაუკვირდით ახლა ხელისუფლების დამოკიდებულებას, იმიტომ რომ კავკასიური სახლი იყო მაშინდელი ხელისუფლების ოპოზიცია, ისევე როგორც დღეს არის. ესე იგი, იქიდან აგვიკრძალეს, გამოგვიშვეს იქიდან, ეს სკოლაში დარჩა მთელი იმდენი გაკეთებული არაჩვეულებრივი პატარა თეატრი იყო, აი, სადაც ძალიან კარგად შეიძლებოდა რაღაცების დადგმა თვითონ ჩვენთვისაც, რომ არა გვაქვს თეატრი, ხო, მართალია. და დავჭით მე ოფისის გარეშე და მე მოხდა რომ ღმერთი ძალიან შეგვეწია და მთელი რაღაცა სასიკეთო პირობები დაემთხვა ერთმანეთს. ეს ჩემი ნაკვეთია, მე ვიყიდე, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, იყო ასე ამხელა უზარმაზარი ნაკვეთი და მე ვთქვით, რომ მოდი აბა ერთი რაღაცა ავაშენოთ და დავწყო ფანჩატურის აშენება გვინდოდა და ამით დავიწყეთ. მოდი ეს პატარა ფანჩატური მაინც ავიშენოთ ამ სოფელში და ვაიმე, ისე უცნაურად წავიდა, რომ იმ ფანჩატურის ნაცვლად მივიღეთ ამხელა შენობა. ისე რომ ჩვენ თვითონ არ გვინდოდა არც ფინანსურად ვიყავით მაგისთვისაც, მაგრამ არ დაიჯერებთ. აი აქ გვინდოდა პატარა მარანი გაგვეკეთებინა და ზემოდან დაგვედგა ფანჩატური. ეს იყო მთელი ჩვენი გაქანება. მოხდა ისე რომ შენობა რომ დავიწყეთ, შენობა რომ დაიწყო, აი ამხელა მანძილზე მიწა ჩაიქცა. და გაჩნდა უზარმაზარი ორმო, აი ამხელაზე და ეხლა რა ვქნათ, კაცო, რა უყოთ ამხელა ორმოს ვიძახით. ამას ეხლა რა იშო, ეს მიწა რა უნდა უყოთ. აი, ჩავარდით საშინელობაში და გვითხრა მშენებელი ინჟინერი, არაფერი არ გეშველება თუ აი ამხელა მარანი უნდა გააკეთოთო. ვაიმე, გავაკეთეთ, აჰა ეს მარანი და მე ვთქვით, რომ მოდი ბანის ტიპის გადახურვა გავაკეთოთ. იგი კარგია, მაინც ზემოთ ახვალ ბანზე და რაღაც. მე რო გავაკეთეთ ბანის ტიპის გადახურვა, მშენებელი ინჟინერმა გითხრა, ამას ესე ვერ დავტოვებთო, იმიტომ რომ მე წყალით ჩავაო და ეხლა უნდა ზედ სართული დავადგატო და ესე იგი ჩემთვის რო ეთქვა ბენი უნდა ყოფილიყო მესამე სართულზე და კიდე გითხრას მე სხვა მშენებელი ინჟინერი აჰო ეგ არ გამაგონდა ბანიო ჩვენო საქართველოში არ გამოგვდისო ბანი და ამიტომ უნდა გაკეთდეს სართული და როგორ ხდებოდა იცი ხალხო რომ აი ფული საიდანღაც ჩდებოდა რა ის ფონდი ჰორიზონტი ხო ძალიან ბევრს დებდა ამაში მთელი ჩემი ფული აი ლამის მშიერი დარჩა იმ პერიოდში იმიტომ რომ ხელფასი ჰონორარი ლიტერატურული პრემიები სხვა დახმარებები სულ აქ მიდიოდა ფონდის ფული აქ მიდიოდა კავკასიის ფული კავკასიური სახლის ფულს ხარჯავდით და მთელი ამბები მოკლედ რა ისი რა იმიტომ რომ თავიდან რომ ვინმეს ეთქვა რომ ეს უნდა აშენოთო ეს არავინ არ მოკიდებდა ამას ხელს და აი ასე აი პირდაპირ ხვდები როგორ გმართავს ღმერთი რა რომ იცის შენი ხასიათი რომ შენ ამაზე თანახმარასოდეს არ იქნები არა და ეს არის საჭირო და ესე ნელ-ნელა შემოგვაპარა მოკლედ ერთი სიტყვით აი ესე სასწაულად მივიღეთ ეს შენობა და რა იყო ეხლა რომ ბავშვებისთვისაც იყოს ესა ამ სოფლის მოწაფეებისთვის პირველ რიგში მოხუცებისთვისაც იმ კოტეჯს საწერია მოხუცებისთვის იყო ეგა ხანდაზმულებისთვის იყო ეს სახლი და იმთავითვე დათო ჩემო კარგო მეგობარო ჩაფიქრებული ქონდა რომ ყოფილიყო შემოქმედებითი სახლი მთარგმნელებისა და მწერლებისათვის და აქ ჩამოვიდეს ესე იგი ადამიანი რომელსაც აქ რაღაც საქმე სამუშაო და უნდა რომ მოშორდეს თბილის საშინელ პირობებში ცხოვრობს ყველა ხო და ესე იგი ჯერ ერთი იმ თბილისში უკვე მართლა ჯოჯოხეთი ქვის ჯოჯოხეთია უკვე ხო ესე იგი რაც თბილისის უყურვა ხელისუფლებამ ესე იგი ის უკვე იქ ცხოვრება ისეც არ შეიძლება აღარ შეიძლება დათრგუნული ყველანაირად ამ ხმაურით უბედურებით აქ არაფერი არ დაჭირდება ეკნება თავის საკვების ყველაფერი სასმელიც დასაძინებელიც სიწყნარეც ყველაფერი და ვისაც უნდა მუშაობა ეხლა შეგვიძლია რომ მივიღოთ ჩვენ პატარა კოტეჯში გინდა მთარგმნელი და გინდა მწერალი და აი აქ ვიმუშაოთ ერთად ყველა მწერალმა პოეტმა და სოფელსაც გამოვადგეთ ბავშვებსაც გამოვადგეთ და ერთმანეთიცაც გავიხაროთ სანამ კიდევ გვაქვს დრო მოკლედ აი ამ ცელი შესავლის შემდეგ გადავდივარ საქმეზე კონკრეტულზე რამაც დღეს ჩვენ ჩამოგვიყვანა აქ ყველა და გადავწყვიტეთ მოკლედ შოთამ ლევანმა მე რომ მოდი ახლა ჟურნალ აფრის ბოლო ორი ნომერზე ვისაუბროთ იქ და რაღაცა პრეზენტაციასაც გავაკეთოთ ეს ჟურნალი აფრასაც ფონდი ჰორიზონტი აფინანსებს დღემდე
97 წლიდან დღემდე აი ძლივს ვინარჩუნებთ ამ ჟურნალს, იმიტომ რომ რა თანხაც მაშინ ყოფნი და ეხლა უკვე აღარ ყოფნის ეგ თანხა. ხო და შემცირდა რა, თავიდან გამოდიოდა წელიწადში 4-ჯერ, მერე 3-ჯერ, მერე 2-ჯერ, მერე ერთხელ. აი ესეთი ის იყო და ეხლა გადავწყვიტეთ რომ ისე დავაპატარაოთ, იმიტომ დიდი ალმანახია და წელიწადში 2-ჯერ გამოვცეთ და რა ვიცი, შოთამ ჩაუდგა ისევ სათავეში, ჩემი ძველი თანამებრძოლი და თანამოაზრე, იმიტომ რომ ალიკოც ჩვენთან იყო კავკასიურ სახლში და რა ვიცი, რამდენი რუსიკო კაიშაური და თეა და რა ვიცი, ვინ აღარ მოვყვებით ჩემი შვილის ჩვენთან, ანა ამას ერთად ვაკეთებდით ყოველთვის ერთად შრომობდით და იყო დრო, როდესაც კავკასიური სახლი ერთდროულად გამოსცემდა იმას აფრას ალმანახს გაზეთს ჩვენ სოფელს, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარდა, იმიტომ რომ მართლა კარგი გაზეთი იყო და რიგდებოდა კახეთში უფასოდ და ძალიან უყვარდათ აქაურ ხალხს და მე კახეთიდან მთელ საქართველოში რაღაცნაირად ვრცელდებოდა. ისე რომ ერთხელ რომ მთაში ჩავედი, იქ დამხვდა ჩვენი გაზეთი, რომ როგორ კითხულობდა ერთი მთიე, ვინა იცი? ხევისბერის ქალიშვილი როიო. თეკლა, ხო, ის ხომ კითხველია, ხო და კი და იმას ჰქონდა. ხო და მოკლედ ისეთი საყვარელი გაზეთი იყო, ამასაც ფონდი ჰორიზონტი აფინანსებდა. მე ერთი პერიოდი ჰაერბიოლის ფონდი შემოგვეშველა, მაგრამ რაღაც გამოდიოდა გაზეთი კავკასკი აქცენტი რუსულად და გამოდიოდა ალტერნატივა ლიტერატურული გაზეთი, აი რამდენმა დაიწყეთ იქ ბეჭდა და და პირველად იქ და ზოგიერთმა ისეთმაც რომ შეიძლება თავი მოიკლა. მოკლედ არის როგორც არის. ერთი სიტყვით, აი წარმოიდგინე, ისე გვეხალისებოდა ახალგაზრდები ვიყავი, თქვენ ჯერ კიდე ახალგაზრდები ხართ და აი ეს ფულს გააძლევს ეს ფონდი, რომ გააკეთე ის რაც შენ გიყვარს, რაც გიხარია, რაც ყველა სჭირდება და მართლა ერთი პატარა ორგანიზაცია 4 პერიოდულ გამოცემას გამოსცემდა, წარმოიდგინეთ. ეხლა რა თქმა უნდა ეს უკვე აღარ აქვს ამის შესაძლებლობა და არა მხოლოდ ფინანსურად აღარ აქვს ამის შესაძლებლობა, კადრებიც აღარ არის. აღარ არის კადრები რა, ერთი შოთასავართ ჩაჭიდებული ხო, რომ რედაქტორს ვერიპოვი ესე ადვილად ხო და მოკლედ ეხლა გვაქვს ეს აფრა. აი ესა გვაქვს ეს ჟურნალი და ესეც გითხარით რომ ამასაც ეს ფონდი აფინანსებს დღემდე. აი მაგაზე მე ვილაპარაკოთ რა, ვერ მოძებნი ეხლა ესე ადვილად აი არა, შენ გიაწყობს არა, დაიღალა, ესეც დაიღალა, კაცო. ყველაფრის რედაქტორი ბოლოს ეს იყო. მეგონა რომ დავამთავრე ეს რედაქტორობა და აი რა კიდე მეუბნება რომ იქნებს საფრა გააკეთო. ხო, დიფიქრა ამოვისუნთქეო და რომ დაურეკე ტანში დაზრიდა. მე უთან ისევ თავიდან ვიწყებთ რა, ისევ ახალ წელზე მივდივართ. სანამ შეგვიძლია, მოკლედ. კი, გამოცემლობებს მიყვართ, იმათ დიდი ანაზღაურება აქვს, ჩვენ მაგდენი არ შეგვიძლია რომ არ ანაზღაუროთ, უბრალოდ არ გვაქვს მაგისი ფული. ერთი ეგ არის, ხო, ერთი ეგ არის. ნუ ჟურნალსაც კიდევ თავისი სპეციფიკა ის და ის ჩვეულებრივი რედაქტორები ვერ მოდი. ხო. ეგ უბრალოდ წიგნის რედაქტირებას რო აკეთებს და გამომცემლობის რედაქტორი სხვა არის და მაინც ჟურნალის რედაქტორი რაღაც თავისი სპეციფიკა. ერთი წუთით დათო, მოდი ყველა პრობლემას მივყვეთ ნელ-ნელა, რაც ახლა წამოიჭრა უკვე. მე მინდა ვთქვა, რომ ესე იგი, აი ჩვენ ამ ორ ნომერ აფრაზე რაც შეგვიძლია ვისაც რა აზრი გაქვს, შოთა წაიყვანს ახლა, შოთა ილაპარაკებს, რაც სათქმელია იტყვის, ვისაც რა გინდათ ის თქვათ, მე ლექსები წაიკითხეთ, ვისაც სურვილი გაქვთ და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ყველა პოეტს მოусმინოთ, ვინც აქ არის, მე უბრალოდ იცით რა, წარმოგიდგენთ, აქაურები არიან და ჩამოსულები არიან და აი უბრალოდ მინდა წარმოგიდგინოთ ყველა, აი ჩვენი უფროსი მოწაფეებიც და ეს ბავშვები ჩვენთან გაიზარდნენ, ეს გოგონები შესანიშნავი ბავშვები არიან. აი ძალიან კარგი პოეტები, აი ნიკო ჯორჯანელი, ჩემი საყვარელი,
ბავშვია და მეგბეძახის დეიდან აირას და ისე მომწონს ეს იმიტომ რომ ბავშვობიდან არის ჩემი ახლობელი და რას ისავს ახლა ხო და მართლა ძალიან კარგი პოეტი და ძალიან ბევრის თქმა შეიძლება ნიკოს პოეზიაზე დათო ჩვენი საყვარელი მწერალი და ადამიანი და ძველთაგან მოვდივართ ერთად და მოვყვებით ერთმანეთს აი ახლა ბავშვებო თქვენი სახელები თქვით ჩვენი მანა და მარიამი ჩვენი საუკეთესო მოწაფეები მაია ძვირფასი ჩვენი ბიძინაშვილი რომელსაც ყველა იცნობს იმიტომ რომ მართლაც ამ სოფლის ბურჯია და ჩვენი აქაური თანამშრომელი და წამყვანი თანამშრომელი მასწავლებელი რომელსაც შესანიშნავად მიყავს ეკოლოგია გარემოს დაცვა და ასე შემდეგ ჩვენ სკოლაში და საერთოდ არის აქაური სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და თუ რამე კარგი კეთდებოდა ამ სოფელში, კეთდება მაიასა და ანა მარგველაშვილის წყალობით, რომელმაც აქ სახელოსნოები გახსნა და ცნობილია ნუკრიანის სახელოსნოებით. და ამით ხალხი თავს ირჩენდა და გადარჩა უძიმეს პირობებში, იმიტომ რომ აი სახელოსნოები გახსენით და ვეხმარებოდით და ბავშვებს ასე არჩენდნენ და ინახავდნენ. ჩემი საყვარელი რუსუდან კაიშაური, ჩემი სტუდენტი ყოფილი, როდესაც პირველად შევედი აუდიტორიაში ძალიან დიდი ხნის წინ და საუკეთესო სტუდენტი და მე როცა გამომიშვეს იმ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური მოსაზრებებით, იდეოლოგიური მოსაზრებებით. რუსიკომ ისეთი ლექსი მომიძღვნა, რომელიც არასოდეს არ დამამიწყდება და რომელზედაც ყველა ამბობს ასეთი რამ შენზე არასოდეს არავის არ უთქვამსო. ხო, ჩვენი ქალბატონი ლეილა სიხარულიძე, აი ჩვენი რედაქტორი რომელიც არის უნიკალური ადამიანი, აი ასეთი ახალგაზრდული სულის ახალგაზრდა შეიძლება ვერ ნახოთ სხვა და ქალბატონი ლეილა რამდენი წლის ხართ ქალბატონი ლეილა მე მეგონა რომ შენთვის მაგას მნიშვნელობა არ ქონდა არის შესანიშნავი რედაქტორი ფილოლოგი და ამავე დროს ჩვენ გვაკავშირებს საეკლესიო სამონასტრო სამყაროსთან იმიტომ რომ თვითონ ნახევრად მონასტერშია და იქ ლოცულობენ ჩვენთვის, იმიტომ რომ სხვაგვარად სახელი გვაქვს გატეხილი და მასონებს გვეძახიან და წყევლაკრულას გვითვლიან და ეგ და აგერ ექშველის ქალბატონი ლეილა იქ ესე მისი მეგობარი მონაზვნები ჩვენთვის ლოცულობენ დედა ეფემია რომელიც არის 90 წლის უკვე და ყველაზე გლოცავენ სანთლებს ანთებენ კელაპტრებს წირვალოცვა ასე შემდეგ და მე მგონი მაგით გვიდგას სული აი ახლა ისა ზვიად ნადირაშვილი ესე იგი აქაური ხელოვანი რკინაზე მომუშავე ისა და არაჩვეულებრივ ჭიშკრებს აკეთებდა ზვიადი და საერთოდ ყველაფერს აკეთებს მოკლედ და ეხლა კინოშია გადანაცვლებული და იქ დიზაინერობს და მოკლედ არის აქტიური და ორჯერ ამყავს დაბლოკილი Facebook-ზე იმიტომ ტრანსიტყვაობით გამოირჩევა რბილად რომ თქვა და მე მაგას ვერ ვიტანდა და ყველას დავბლოკავ ხო და ეხლა ნატო გელაშვილი რომელიც კავკასიური სახლის ის არის ოფის მენეჯერი, ამავე დროს ჩემი ბიძაშვილია, ნეპოტიზმს აქვს ადგილი, მაგრამ უბრალოდ ერთად დავაფუძნეთ ფაქტიურად ეს ორგანიზაცია და არის ყველაფერი კავკასიურ სახლში, აგერ ლევანმა უკეთესად იცის, იმიტომ რაც ნიშნავს მენეჯერობა და ამავე დროს არის ძალიან თბილი და ისეთი ურთიერთობები შემოაქვს, რაც არის აუცილებელი და ყველას ძალიან უყვარს, იმიტომ რომ ყველანაირ იმას განმუხტავს, ყველას ეფერება, ყველას საქმეს უკეთებს, ემსახურება და არის უიშვიათესი ადამიანი ამ თვალსაზრისით. აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვანო, წამოდეთ ივანო, დაგინახოს ხალხმა. მანჯაფარაშვილი შესანიშნავი მხატვარი რომელსაც აქ მიყავს ხატვის კურსი და ამავე დროს არის ესე იგი მენეჯერი აქაურობის. ბატონი ნუგზარი პაპუაშვილი კავკასიური სახლის ძველი მეგობარი, ჩემი მეგობარი, გამოვლილი გავაკ, ყველანაირი დევნა, ხელისუფლებები, პატრიოტული აგზნებები და ასე შემდეგ, ესე იგი შესანიშნავი ფილოლოგი, ისტორიკოსი, მკვლევარი და ასე შემდეგ. და ის სოლომონ დოდაშვილზე ძლივს დაწერა ერთი კარგი წიგნი ამ კაცმა. ეს დიდი პიროვნება იყო სოლომონ დოდაშვილი და ძალიან ტყუილად დავიწყებული სხვათა შორის.
კი, მოგცემ. ხო. მიხეილ ბეროშვილს ყველა იცნობს, ჩვენი პატრიარქი, კავკასიური სახლის ერთ-ერთი ბურჯი ერთად ჩავეშენეთ ამ სახლის მშენებლობაში. შესანიშნავი მექართულე, შესანიშნავი მთარგმნელი არის მიხო ბეროშვილი, კარგი ფილოლოგი და კარგი ადამიანი. და მთელი რიგი პროექტების წამყვანი და თამერკო უჯუხუსთან ერთად, თავის მეუღლესთან ერთად ძალიან კარგად მიყავთ ახლა ლევანის ხელმძღვანელობით კავკასიოლოგიური უნივერსიტეტი ჩვენთან ცენტრალურ ოფისში და კიდევ ყველაფერში ჩართულია და სხვათა შორის თვითონაც გამოსცემს ჟურნალს იმ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სახალხო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელსაც ქვია რა ჩემი სამყარო? ჩვენი სამყარო და მართლა, მამიწყდება. კაი თამადაო დაუმატა ბატონმა რედაქტორმა. აბა ეხა სვეტის იქეთ ვენზის ხოსე. ქალბატონი მანანა, რომელიც ესე იგი არის არაჩვეულებრივი პირველ რიგში ვიტყვი დედა. სამი შვილის და არაჩვეულებრივად გაზარდა მიუხედავად თავისი ძალიან აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისა. გარდა იმისა, რომ ის არის ლექტორი, მასწავლებელი უნივერსიტეტში, არის მთარგმნელი, ძალიან კარგი და ძალიან ნაყოფიერი სკანდინავიური ენებიდან და აი რა ვიცი, მანანა მართლა სანიმუშოა, რომ რამდენ რამეს ასწრებს, უკვე მადლობა ღმერთს, რომ ბავშვები წამოეზარდნენ და უკვე დიდი გოგოები არის. და ყველა დაინტერესებულია სხვათა შორის ფილოლოგიით, ლიტერატურით, ყველა პოეტები იციან, მწერლები და ხელოვნებით. ჩვენი საყვარელი ალეკო, რომელიც უძველესი თანამშრომელია კავკასიური სახლის, ესე იგი ფილმებს იღებდა ჩვენთან. წარმოიდგინეთ. ფილმებს იღებდა კავკასიურ სახლში და ერთი ფილმი მზია ლოლიშვილზე გადაღებული ჩვენ უსაყვარლეს მასწავლებელზე, რომელიც ახლა ცოცხალი აღარ არის, აი უიშვიათეს ადამიანზე. ბატონი ნოდარი პაპუაშვილი აგერ რომ ზის ჰამლეტის პოზაში ეს ის არის. და ბატონი ნოდარი წნორში ცხოვრობს და აქ ასწავლის ხელოვნებათმცოდნეობას. და არის ძალიან კარგი ხელოვნებათმცოდნე, უნდა გითხრათ, მეგობრებო. შემდეგ მოდის ანა მარგველაშვილი, ჩემი შვილი, რომელთაც ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ მიუხედავად ზოგი რაღაცების, ესე იგი, რაც ეხება დედის მიჯირყვნას. და ამ წიგნის ავტორი და კიდე თანა ხო არა მკვლევარი და ასე შემდეგ და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო აი ის და შენ რო ხარ რედაქტორი რედაქტორი არის ეს საწყალი ისე და ისე ესე იგი წერილები მეფეს აი მართლა უნიკალური წიგნია რა ელეკლე მეფეს წერს წერილებს რა ხდება ეხლადან თემაში ხო და უსიყვარლესი წიგნია ეგეც და ჩემი ძალიან საყვარელი აი სათუთად რომ მიყვარს მაია სარიშვილი და არასოდეს ერთი წუთით ლეილა არ გავიგოხება და მაია არის აი განსაკუთრებული სრულიად მოვლენა და განსაკუთრებული ადამიანია მაია ეხება ისეთ სიმებს რომელსაც ვერავინ ვერ ეხება დღეს ძალიან სათუთს და საოცარი გულისმიერი მეხსიერება აქვს და ჩემზე ძალიან მოქმედებს მისი ტექსტები და მე შემიძლია მე როცა ვილაპარაკებ ცალკე უთხრა რა მიმოქმედა ჩემზე განსაკუთრებით და მე მინდა რომ აი ძალიან აქტიურად ჩაერთოს ჩვენთან გარდა იმისა რომ პოეტია პოეტურ პროზას წერს არის ძალიან კარგი პედაგოგი და ჩვენ კიდევ აი სანთლით ვეძებთ კარგ პედაგოგებს და რაღაცნაირად ეგებს შევკავშირდეთ უფრო მეტად ამ საქმეში. მაია ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოხვედი, მე ვიცი რომ შენ წასვლა არ გიყვარს და ერთხელ აქვს ისეთი კარგი რაღაცა ნათქვამი და ისე მენიშნა რომ რასაშინელებაა ზაფხული, იმიტომ რომ ყველა ფანჯარა ღია არის. ხო და ყველაფერი შემოდის მთელი სამყარო შიგნით, გესმის შემოიჭრება. ხო და ეხლა რომ ზაფხულია, ხო და ფანჯრები გაიღობა, შენი აქ ჩამოსვლა ძალიან კარგი და დიდი მადლობა. აი ბატონი გოჩა, რომელიც მე დღეს გავიცანი და ლევანის მეგობარია და ალბათ მემარცხენეა. რახან შენი მეგობარია? გოჩა დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხარ და შე დაგვეხმარე.
ქალბატონი თეა გალდავა, რომელიც ეხა კავკასიური სახლის უძველესი თანამშრომელი და ესე იგი მომცრო სვეტი მიხოსთან შედარებით. მაგრამ ბურჯი არის პროექტების მენეჯერიც და ძალიან საოცარი ეცოცხალი მეხსიერება არის კავკასიური სახლის თეა. და უამრავი პროფილი აქვს. შესანიშნავი დაამთავრა თავისი არქეოლოგიური ფაკულტეტი და არ არის სფერო და საგანი რომ თეამ არ იცოდეს და არ ქონდეს ძალიან სერიოზული ინფორმაცია მასზე და არის უძვირფასესი თანამშრომელი ამ თვალსაზრისით. აი პირველად არის ასევე ჩვენთან ისევე როგორც თქვენ ბევრი პირველად არის თამრიკო ჯაყელი ჩვენთან რომელიც ჩემი სულიერი მეგობარია დიდი ხანია და რომელთანაც ჩვენ არა გვაქვს მეორედ ხვდებით ახლა ერთმანეთს შევხვდით ზურაბ კიკნაძის კონფერენცია რო ქონდა ხსოვნის კავკასიურ სახლში და თამრიკომ წაიკითხა ყველაზე კარგი მოხსენება შემიძლია გითხრათ გულით მხედველი მგზავრი ასე თქვა და ზურაბ კიკნაძის ფენომენის გახსნა არ არის ადვილი და ათვისება მისი უზარმაზარი შემოქმედების და ერთ-ერთი გახლავთ თამრიკო რომელიც არის ბრწყინვალე მთარგმნელი ფრანგულიდან რენე გენონის არაჩვეულებრივი მკვლევარი მცოდნე პირველი შემომტანი არაჩვეულებრივი მთარგმნელი არის განათლების სერიოზული სპეციალისტი, აი თუ ვინმე დღეს მუშაობს სისტემურად, აკადემიურად განათლების პრობლემებზე, ეს არის თამრიკო ჯაყელი. ხო და აი არ ვიცი, ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანი. ბატონი ლევანი, ჩვენი უფროსი, ჩვენი მამა და მარჩენალი, ჩვენი პატრონი, კავკასიური სახლის, რომელსაც მე ჩავაბარე ეს სახლი და მართავთ ისე მეგობრულად და ну ესე იგი ჩემი საზრით სანიმუშოდ. ხო და ლევანს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა დიდი ტვირთი დააწვა მხრებზე, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დროს უწევს ამ კავკასიური სახლის გადარჩენაზე ფიქრი. მე უკვე აღარ შემიძლია ფიზიკურად რომ ეხა იქ იარო კავკასიურ სახლში და კვირაში ერთხელ მივდივარ და მაგრამ ლევანი მოდის კიდე კაი ჩემთან და რაღაც ერთად ვართ, ერთად ვფიქრობთ, ერთად ნერვიულობთ, ერთად ვაზროვნებთ, ერთი იდეალები გვაქვს და ასე შემდეგ. არის შესანიშნავი პოლიტოლოგი, ძალიან სხვა ბევრი უნარი აქვს ლევანს და მე მინდა რომ უფრო მეტად ჩადგეს ქვეყნის სამსახურში მისი მთელი რიგი უნარები. ეხლა არ ვილაპარაკებ ამაზე. დათო მე გთხოვთ იცნობთ. აი ჩემი ყველაზე ძველი მეგობარია დათო 90-იანი წლებიდან მოვდივართ მწვანეთა მოძრაობის დამფუძნებლები ვართ ზურა ჟვანიასთან ერთად და უნდა გითხრათ რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკონომისტია, იმიტომ რომ ეკონომისტი რომელიც არ არის დღეს გარემოს დამცველი არის იდიოტი პროსტო. რა შემიძლია გითხრათ ყველა რომელსაც არ აქვს გაცნობიერებული რა ეპოქაშია და ბუნებას რა ემართება, დედამიწას რა ემართება და არანაირი ცოდნა მაგისი და შეგრძნება არ აქვს. რა მოსდით, როგორ ზონაში ცხოვრობს, რა აქტიური მიწისძვრებია და ასე შემდეგ. ну იმაზე ლაპარაკი არ არის, იმიტომ არის დაღუპული ყველაფერი. იმიტომ იღუპება, რომ ფული ჯობია თურმე სიცოცხლეს. ხო და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია ამთვის, რომ არ შეუცვლია თავისი იდეები, არ უღალატია ამ პრინციპებისთვის, რითაც ბევრი რამით გადაიხადა. და ეგრეა, თუ არ ღალატობ შენს იდეას, ეს მოითხოვს ხوارყს და ასეთი არის დათო და მისი წიგნი გამოვიდა ჩვენთან, ძალიან საინტერესო, რას წერდა მთელი ამ ხნის მანძილზე. აი იმაში თუ მწვანე ეკონომიკა რასაც ქვია. მე მგონი ყველანი წარმოადგინე. ხო, აი ამის შემდეგ ერთი გამგეობის ხო, აი როგორ ეჭიდება ხალხით, ხო ხედავთ, დიდი ბოდიში გამგეობის წევრო მეც ვარ. ხო და ესე იგი, მოკლედ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩამოსვლისთვის, თავშეყრისთვის და ეხლა გადავცემ მე მიკროფონს და სიტყვას ჩვენ საყვარელ შოთას. მოგესალმებით მეგობრებო, რა ვიცი მე მგონია რომ ნაირა თავისი საუბრით ისედაც ეს უშუალო გარემო რაც იყო კიდე უფრო უშუალო გახადა თუ ვინმე ერთმანეთს არ იცნობდა ერთმანეთს გააცნო მე ჩემზე არ ვლაპარაკია მე მგონი ისე არა არ მინდა არა თქვა რაც მთავარია ეს ჩემი რედაქტორული ღვაწლი აღნიშნა და ეს მართლა
არ მინდა. 8 წელი რედაქტორული და აი ის რომ მართლა 90-იანი წლებიდან რაღაცა ამ საქმეში ვარ ჩართული ახალგაზრდა ვიყავი ჯერ კიდევ რომ აი ეს ჯერ კიდევ გაზეთის სახით გამოდიოდა ალტერნატივა, როდესაც დამიძახა ნაირამ თხოვა რომ ამ საქმეში ჩართულიყავი. მე ეს ალტერნატივა ჟურნალად გადაიქცა, რაღაც მომენტში გაჩერდა, თუ ალტერნატივაში საქმე არ მქონდა, გადამისვრიდა ხოლმე სხვაგან სამუშაოდ ჩვენ სოფელსაც ვაკეთებდი, მრავალფეროვანი ქვეყანა რაღაცებს ასე ეს აფრის სპეცნომერიც ერთ-ერთი ნომერიც გამიკეთებია მახსოვს თუ 2 იმიტომ რომ პრინციპი ასეთი აქვს ამ ჟურნალს რომ მონაცვლეობით სხვადასხვა რედაქტორებს სთავაზობს ხოლმე ნაირა ჟურნალის გაკეთებას და რა თქმა უნდა თვითონაც ჩართულია და აი ასე თან რაღაც თვალსაზრისით ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ ყველა რედაქტორს თავისი ხედვა აქვს, თავისი კონცეფცია აქვს, თუ როგორ უნდა აიგოს ჟურნალი და აქედან გამომდინარე ერთი ტიპის არ რჩება ჟურნალი. აი ეს დინამიკა არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ მოწვეული რედაქტორი იცვლება ხოლმე და ნუ ამჯერად რაღაცნაირად ბოლოს ვიყავი ახალი საუნჯის რედაქტორი და ქალბატონი საწულუკიანი რომ მობრძანდა დაფინანსება დაუხურა და იმის შემდეგ რაღაცნაირად გულის სიღრმეში ესა მადლობასაც ვეუბნებოდი ხოლმე თეატრულუკიანს, იმიტომ რომ ბევრი ხო არა ხმამაღლა ხო იმიტომ რომ რაღაცა ბევრი დრო გამომიჩნდა, რაღაცა რომანების წერა დავიწყე და ასე შემდეგ და ფიქრობდი რომ ეს ჩემი რედაქტორობა მორჩა დამთავრდა მეთქი, მაგრამ აი თურმე არაფერი არ მთავრდება, ისე დაბრუნდა ეს ჩემი რედაქტორობის ასე ვთქვათ, ესა ბედის წერა და მოდით ესა ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ, აი ესეთი ნომერი გამოვიდა პოეზიაში 6 ავტორია წარმოდგენილი: თეა თოფურია, ნიკა ჯორჯანელი, რუსუდან კაიშაური, დავით ჩიხლაძე, ნანა აკობიძე და თემურ ჩხეტიანი. ყველა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ავტორი სხვადასხვა ხელწერის. პრინციპში ალბათ უფრო მეტი პოეტიც უნდა ჩამოსულიყო აქ და ესა ნათქვამიც ჰქონდათ რომ მოვდივართო, მაგრამ ხო იცით ამ პოეტების ამბავი, ეს კაეშნები და სულიერი ჭმუნვები და სულიერი რყევები და თუ ფიზიკური რყევები უფრო აქვთ ხოლმე მათ და აი ბოლო მომენტში ორი ავტორი ვერ წამოვიდა, მაგრამ ჩვენ და სასიხარულოდ ნიკა ჯორჯანელი აქ არის, რუსუდან კაიშაური აქ არის, ორი ვერ ჩამოვიდა, ორი ჩამოვიდა და ორს ნათქვამი ჰქონდა რომ ვერ ჩამოვალო. ხო, რაღაცა აი ესე დაალაგდა. ხო, ავტორი არ არის. ისე ჩამოვიდა. მოდით ესა ამიტომ ვთხოვოთ რუსიკოს რომ 1-2 სიტყვა გითხრას და 1-2 ლექსი წაგვიკითხოს. ხო, აი პირველ რიგში შეიძლება ახლა აი ზუსტად ამოცანას არ ეხებოდეს, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა აუცილებლად აღნიშნო და იმიტომ რომ აი მე მაგალითად ვფიქრობ რომ და ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ როდესაც გამოდიოდა ჟურნალი, გაზეთი და ჟურნალი ალტერნატივა იყო ყველაზე უფრო საუკეთესო ლიტერატურული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან კარგად პასუხობდა თანამედროვეობას, იმდროინდელს და დღევანდელსაც მე ვიტყვი, ძალიან ბევრი საინტერესო ავტორი აღმოაჩინა და აი ძალიან გემოვნებიანი ის იყო გამოცემები, აი ძალიან და ეს რო არ მეთქვა, აი ალბათ რა ვიცი, დანაშაულად ჩავთვლილი ამას და ამაში რა თქმა უნდა არის შოთას დიდი დამსახურება. შოთას აქვს ერთი, ნუ ძალიან ბევრი კარგი კი არა, აი საჭირო თვისება აქვს რედაქტორისა, მაგრამ ერთი აქვს განსაკუთრებით კარგი, რომელიც ქართველებისგან გამოარჩევს, რომ არასოდეს არაფრის გულისთვის
არ წავიდოდა კომპრომისზე და არ იტყოდა რომ აი ეხლა რაიმე იმას არ ეწყინოს ან არა და პირდაპირ ეწყოდა ადამიანს რომ აი ეს არის არ არის რა რაც უნდა იყოს ხო და აი ეს ისე რომ ძალიან მომწონდა მე შოთასი და დღემდე მომწონს ხო და ეს მინდოდა რომ აღმენიშნა პირველ რიგში ეხლა რაც შეეხება ამ ჩვენ ჟურნალ აფრას ესეც ჩემი აზრით არის ჟურნალი რომელიც ძალიან დიდ საუნივერსიტეტო ცოდნას მისცემს ადამიანს იმიტომ რომ ჯერ ისეთი რუბრიკებია რომელიც ადამიანს ზოგადი განათლებისთვის სჭირდება და მე კიდე რა ვიცი აი ყოველთვის საინტერესო მასალებია ხოლმე მოძიებული და ძალიან კარგი გემოვნებით და ძალიან კარგი აქტუალურობის თვალსაზრისითაც და ერთი სიტყვით ამ ჟურნალს თუ წაიკითხავს ადამიანი თავიდან ბოლომდე დიდ ზოგად განათლებას მიიღებს და ჩვენ ახალგაზრდებს გესწრებიან და ამათაც რომ გაითვალისწინონ და სხვებსაც გაუწიონ რეკომენდაცია რომ ეს ჟურნალი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა იმიტომ რომ დეფიციტი არის ქვეყანაში რომ ადამიანებს წურიათ რაღაცა ისეთ მასალებზე ხელმისაწვდომობა რომ ყველას არ შეუძლია და ეს მით უმეტეს ახლა ასეთი ხელმისაწვდომია ყველანაირი თვალსაზრისით და ამიტომ თქვენ მეგობრებსაც თქვენ კეთილს მყოფელ ადამიანებსაც უნდა ურჩიოთ რომ წაიკითხონ ეს ჟურნალი და ზოგადად კავკასიურ სახლს მინდა კიდე ჩემი მხრიდან დიდი მადლობა უთხრა იმისათვის რომ ჯერთი იმხელა შეიტანეს ჩემი შვილების სწავლა განათლებაში ზოგად განათლებაში აი აშკარად გამოირჩეოდა ხოლმე ჩემი შვილები კერძოდ თავიანთ კლასელებს შორის ეხლა ძალიან კარგ სკოლებში სწავლობდნენ ხა ნუ გადასარევში არა მაგრამ ნუ მაინც კარგ სკოლებში და ყოველთვის უფრო ერთი საფეხურით მაღლა იდგნენ და ეს იყო კავკასიური სახლის დიდი დამსახურება იმიტომ რომ აქედან ბევრი რამე წაიღეს სასიკეთო ძალიან ბევრი რამე და განვითარდნენ და რა ვიცი მე და მე ხო და ამიტომ აი ამისთვის თუნდაც ამისთვის ჩემი პირადი გამოსადებიდან მინდა დიდი მადლობა უთხრა და ნუ დანარჩენ მოსწავლეებზე იმიტომ რომ აი რამდენჯერაც შევხვედრიან ჩვენი ყოფილი მოსწავლეები ყოველთვის ამბობდნენ ხოლმე რომ იმიტომ რომ ისეთი ბავშვები მოდიოდნენ აქ რომლებსაც არ ჰქონდათ მარტივი ბიოგრაფიები ძალიან რთული ბიოგრაფიებიც კი ჰქონდათ ნაომარი ბავშვები იყვნენ და რა ვიცი კიდე რაღაცა პრობლემები ჰქონდათ იმ ბავშვებს ზოგს თუნდაც აი კომპლექსები ჰქონდათ და აი და თავიანთი თავის აღმომჩენები გახდნენ ამ სკოლის სწავლობით იმდენი რამე შეიტყვეს საკუთარი თავის შესახებ და თურმე რა შესაძლებლობები ქონიათ აი ეს სკოლა აი ამ სკოლის დიდი პლუსი იყო ეს რომ აი ამაში ეხმარებოდა ბავშვებს და რა ვიცი ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვაში და ეს ბავშვები სულ იმას ამბობენ ხოლმე რომ ალბათ თქვენს და მე თანხმობის ბავშვები რომ ეს სკოლა იყო ჩვენთვისო ერთ-ერთი ნათელი წერტილიო ჩვენ ცხოვრებაშიო და ეს უკვე ძალიან დიდი ის არის მართლა ჩვენთვის სტიმულის მომცემით და რა ვიცი და ალბათ ეს სკოლა ამდენი ხანი რო არსებობს ამის დამსახურებაცაა ხო ბევრი რო აღარ გავაკეთებო რა ვიცი აი ესეთი ისინი მექნება თუმცა ძალიან კიდე უფრო მეტის თქმა შეიძლება ამ ჟურნალთან დაკავშირებით და ზოგადად ჩვენი საქმიანობასთან დაკავშირებით და ბევრ ადამიანს ეკუთვნის მადლობა თუნდაც აქ ადგილობრივად მაიას მეთაურობით დანარჩენ ბავშვებსაც და რა ვიცი მშობლებს კიდე თქვენს ლექსებზე გითხარით რომელი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალში ერთ პატარა ლექსს წავიკითხა წიგ გამოვაწყე ხელფეხი და დანარჩენები თავიღა დამრჩა მოსაძებნი ნეტავს სად დავკარგე წუხელ რომელ წიგნში ჩამრჩა ვის მკლავზე ან მოსაგველში თუ კედლის საათში შეეხეტა როცა კედელს თავს ვურწყავდი ვერ დავაკავე მხიარულებით გატენილი მუთაქით სერიოზულობა მოუნდომა ჩემს ცირკს თუ ასე ავყვები საათს მარადიულობის თამაში წიგ
ნაირად და უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა რომ ეს თითქმის ჩამხრჩვალი ხალხი ამ თბილისის დახუთულობიდან კახეთის მადლიან ჰაერზე გამოგვიყვანეთ. ეს პირველად მიჭირავს ეს ნომერი ხელში. აიტოვეთ. კი, იმედია. აგერა. სხვა ელეგია. ნისლია? არა, კვამლია, კვამლი. ისეთი სქელი, წვის რომ არ ჩანს სხვა რამე კვალი. თვალსაწიერი ვიწრო ხდება და უშნოთ მრგვალი. რით დასრულდება საფლავების ესამდენი ამოთხრა? გვალვით. სიცოცხლის ხმებმა ისინდისე, ჩვენს წკრიალს ხათრი გაუწიე, მოეშვიო წერას სიკვდილზე. ბოდიში, მაგრამ სიცოცხლეო, შენგან ვითვისებ, რომ მასზე წერა სიფხიზლეა, დიდი სიფხიზლე. ქარი წინ უკან დაკოჭლაობს, კვამს ვერ ფანტავს, მეტადაც ახვევს, ააშკარავებს გეგონება სიკვდილის სახეს, თანაც ბებრული ეშმაკობით ჯუჯღუნით ამხელს, სიცოცხლის მკაცრ და ყურის მომჭრელ მეორე სახელს. მკვდრებს ვერ აცლიან შუბლებიდან ომის ნატუჩარს, მზე ბზინავს, როგორც შავი ალუჩა, ძნელბედობებს ბოლო არ უჩანს, ახალში ტოპავს, წინებს ვინც გადაურჩა. იმას, რაც ტრფობამ ვეღარ შეძლო, საჰაერო თავდასხმა იზამს, ის გაცილებით წარმატებით აოხრებს მიზანს, გარდა გაბმულ კივილთა ხმისა, მშვიდობიანი ცის სურვებამ, რა გააწყო ამდენი ხნისამ. რაც ვარც უყვარს ჭინჭარსაც, ბევრი არ უნდა მტკაվել მიწას იქ ნაშობი გულის მიჯაჭვას, რომელსაც ჟამი, როგორც ხმელპურს, ისე მიაჭამს, თევს, ნაკადულის ფსკერზე ტყვიით მინამსჭვალს. ადამიანი სულ ესაა, ამ, გინდა იმ დროს, არც რამეს წყალობს და თვითონაც არაფერს ინდობს, მაგრამ უმისოთ რა აზრი აქვს, ან მთას და მინდორს, ან გველს და ხვითოს. მხოლოდ ლანდები გააღწევენ, მოაშთობენ წესებს საალყოს, თელ მრეწველობას დალუქავენ, დაკეტავენ ყველა საამქროს. ცა შორს არის, მიწა არ ვარგობს, რაც არ გკლავს, განა გვაძლიერებს, ხვალზე გაგვაქრობს. მადლობა. ვაი. დამეკარგა თუ არ აქ. დასახვა. და ერთ მშვენიერ ზომიერად უსახო დღეს, სიშორეებზე გავფრინდები, შორებზე შორს, ბოლო წამამდე თვალს ვერ მოუწყვეთ ჩემ უკან ხედს, ვერც ერთ ფუღუროს, ლაქას თუ კოჟრს. თითს მთელი ძალით საბოლოოს გამოუკრავს სიმს და ყურს მივუგდებ, როგორც მთხრობელს უსმენენ სუდს, როგორ შემვედრებს ცოტა ხნითაც დარჩენა სის და ვერ მივხვდები წრფელად თუ ცრუდ. ვერც ავიჩეჩავ, ვეღარც გავშლი დაშვებულ მხრებს, მხრებიც ვეღარას შეიტყობენ თავიანთ მხრით, ჰაეროვნების სანეტარო ჟრჟოლების მგვრელს, ირგვლივ რამისგან, სიტყვით თუ ხმით. გადავაშორებ ფანჯრის მინას, ღამურას ცურცხს, გადავიხედავ და ვერაფერს მივაგნებ სხვას, ნურცს გაფრინდები, განმიცხადებს მიდამო, ნურცს მოფრინდებიო, ცნობდეო ზღვარს. სივრცე ატუჩვით, იმისთანას მომიქნევს წიხლს, რომ ვეღარ ჩავთვლი ქარაშოტის მობერვად, დროც ყელში წამიჭერს თავის ყველა მწიკლსა და ციკლს, როგორც გახეხილ ბუქსირის ტროსს. განმეცხადება, რომ საკუთარ მოურთველ ხვედრს, ასეთ მოურთველ მოუკაზმველს ჩემი თვევრთავ და დავინახავ, რა მწუხარედ ეშვები ქვე, ჩემი ჰაერის მოჭრილო ფრთავ. მაინც აისხლეთ რელიეფი, ტერფები რომც, ჩავიბეტონო ნიადაგში, ორივე ქუსლს, ტოპოგრაფია შეედრება დარბეულ რომს, მნათობთ მნათობი, მოვერცხლილ ყუსს. ვიგრძნობ, რომ მიწა თავისივე თავისგან მცლის და ყველას ერთად გავერთხმები განეც და გრძეც, მოვუფათურებ მიწას ხელებს, ნელა და ძლივს და ვერ ვუპოვი,
ძუძუს თავს ზეთ ვერას ვუპოვი ეღირება სათქმელად რაც ამოეღება ანდა რასაც თავის მხრივ ხმა მხოლოდ სიგლუვეს საკუთარი სისრულით მთვრალს თუმცა ამასაც არ ელის თქმა ქვიშების ბოლო ნამცეცამდე ყოველი შრით შევიგრძნობ მიწას თვალუწუდენელ ბურთისებრ სკიურს ძვლებით გატენილს უთვალავი ჩვრითა და ჯვრით და მის სიჩუმეს უფუტკრო სკის იმას სიამოვნებით მაგრამ ვიპოვე იმას შევიგრძნობ რაც ვერ უგრძნო ვერც ერთმა შრემ მაგრამ ვერ დაძრავს აღწერისკენ დაზაფხვრით ბმულ შთაბეჭდილებას ვერაფერი იხაროს ჭრელ ძონში ჩაცმულმა ბუნებამ ბლუმ შევიგრძნობ მიწის გაფიჩხებულ ძვალსა და რბილს და იმ არსაით მიმავალი დინების მარცხს მის ზედაპირზე გამუდმებით მაინც რომ რბის და თავისიან მენიჩბეთ მრაცხს ჩამოვეხსნები კორიანტელს ფერფლთა და მტვერთ დავეთხოვები თითოეულ კუნძულს და კონცხს უკვე მაღლიდან გადავხედავ ხმელეთის თეთრ უპირატესად ჩირქიან კონს ჰაერით კოცნას გავუგზავნი სუყველა ქვრივს სუყველა ობოლს მარტოხელას ცოლსა და ქმარს როგორც სამკვიდროს ავეცლები წყლისას და ქვის ისე უწყლოსაც გავწდები მარსს სულაც არავინ არაფერი ქვემოდან ერთ ყლუპსაც ცხადი არ დამაწევს პატარა ყლუპს ჩემს შემართებად გარდაქმნილი მხნეობად მწეთ აღარ დამტანჯავს წყურვილი თუნც ასე ვიქნები ამ ყოფაში გავიფრენ ბევრს შესაშურებელს გამოვიჩენ ფრენაში ფხას სუყე უკუნში გავატარებ ქათქათა წრფეს ტრაექტორიის ვაბრწყინებ ხას ვნახავ რომ თუმცა მეტისმეტად 60 ხურს უსასრულობის არემარე ჯერ კიდევ ძრწი მასში ახალი მოხვედრილი მოცისფრო ბურთს თანდათანობით შევნიშნავ წინ ის მცირე წინწყლად მოჩინარი იქნება ჯერ ხოლო როდესაც მიეცემა სიდიდე ბლის წამსვე შევატყობ ასეთ ნაცნობ იერს და ფერს მაგრამ უცნობსაც აქამდე ხიბლს ის თითქმის თვალის უხილავად ფრთხილად და თხლად გამოასხივებს შეუწყვეტლად კამკამა შუქს ვეღარ შევხვდები რომელშიაც შეფარულ ხლარტს ვეღარ შევამჩნევ შენიღბულ ბუხს ვიგრძნობ რომ ისიც შორიდანვე მღელვარედ მცნობს რომ მოუთმენლად აშრიალებს ზღვასა და ტყეს და ხელის სულ ერთ გაწვდენაზე მალევე მყოფს და უბრკოლებლად შევახებ ხელს ავაფოფხდები კანის გლეჯით სხეულის წვით და მანამ სანამ წამოდგომის დავიწყებ ცდას სანამ საერთოდ აქეთ-იქით გახედვას ვცდი ქანს გამოცლილი ძილს მიუცემ თავს ნიკა ჯორჯანელის პოეზიის სახით არის ძალიან თავისებური, ძალიან საკუთრივი ხმის მქონე და ძალიან განსხვავებული სეგმენტი დღევანდელი ქართული პოეზიისა წარმოდგენილი. და რა მგონია ახლა აქ განსაკუთრებით საინტერესო ძალიან კონცენტრირებული და სკრუპულოზური მუშაობა ენაზე. რასაც ყველგან ვერ ხედავთ. შეიძლება სხვა პოეტის მიზანი ეს არც იყოს, არ არის აუცილებელი, რომ ესე იგი ის ენის სიღრმეებში შეხვიდა მაინცსა და მაინც და იქ განაგრძო ძიება, იქ აწარმოოძიება, მაგრამ აი ნიკო სწორედ ამ გზაზე დგას და ისეთი ფორმები ჩნდება სიტყვათ ხმარების და სიტყვათ შემოქმედების ისეთ კონტექსტში და ისეთნაირად ჩნდება სიტყვები, რომ იქნება თითქოს სრულიად ახალი ენა და მას აქვს ძალიან სიახლისა და მოულოდნელობის ეფექტი. და აი ეს სერიოზულ კვლევას იმსახურებს. მაგრამ საერთოდ როდესაც ენა ძალიან იზიდავს და ენაზე მუშაობა და ენაში ჩაღრმავება შემოქმედს, ამას თავისი მეორე საფრთხე აქვს.
ერთხელ დიდი ხნის წინ გურამ დაჩანაშვილის პროზაზე დავწერე წერილი აფრედერიკი და განაბულ საკერავიანი ჯადოქარი თუ რაღაცა ესეთი და იქ წერდი სწორედ რომ ძალიან გაკრიტიკებული იყო გურამ დაჩანაშვილის სიტყვათ შემოქმედება და ელიზბარ ჯაველიძემ სუქოქოლა აყარა და მიწასთან გაასწორა რომ ეს რა სისულელეებს წერსო ასეო და ისეო როგორ შეიძლებაო ჩამომალაბარანტეს და გადაცვიფრდა და რაღაცები თქვენ არ მოესწარით ასეთ დროს მაგრამ იყო დიდი ქარცეცხლი ატეხილი მნათობში და ეს ჩვენი ბესიკი და გურამი გაასწორა მიწასთან ამ დიდმა გენიოსმა ელიზბარ ჯაველიძემ ხო და მე დავიცავით ჩვენ მე ლევან ბრეგაძე და ვიღაცა და წერდით ამაზე და შევერკინეთ მოკლედ ამ იდეოლოგიურ შეტევას და იქ მოგვხვდა დიდი წერილების დაწერა რამდენიმე კრიტიკოს დაცვითი წერილების ხო და გურამ დაჩანაშვილის აზრზე წერდი სიტყვათ შემოქმედება მართლა ძალიან საინტერესოა გურამთან რომ ეს არის მართლა ძალიან დიდი ნიჭისა და დიდი იმის ტალანტის გამოხატულება, რასაც ის სიტყვას როგორც ათამაშებს და როგორც თამაშობს სიტყვით და ამას ძალიან ისეთი ესთეტიკური ეფექტი აქვს, როგორც საფრთხეს შეიცავს იმას, რომ შეიძლება ისე გაგიტაცოს ამან, რომ ენამ ჩაგითრიოს ისე თავის ხვეულებში, რომ იქიდან აღარ გამოგიშვას და შენ განწირულიც იყო ნაირად ჩემი აზრით, იმიტომ რომ გურამ დაჩანაშვილის პროზა ფსიქოლოგიურ დონეზე არის სტატიკური. ანუ თავიდანვე განწირული იყო, რომ გადავიდოდა საბოლოოდ ენობრივ ექსპერიმენტში და გაიჭედებოდა მას, რაც დაემართა 90-იანების ბოლოს. იმიტომ რომ თვითონ ეს სამყარო პერსონაჟების არის სტატიკური. სხვათა შორის ყველაზე კარგად მაგ სტატიკურობიდან მაინც ჭაბუამი რეჟიმმა მოახერხა, რომ არ გადავიდა იმაში, თუმცა ეხლა დათათუთაშხია. აი აბსოლუტურად სტატიკური პერსონაჟია. ხო ეძებს გარეთ და არასდროს არ ეძებს შიგნით. აი ეს რაღაცა არის, მაგრამ ქარჩხაძის პროზა არ არის ეგეთი, რომ სტატიკური სამყაროა და გურამ დაჩანაშვილის პროზა ეგეთია, რომ სტატიკურია. იცი რა დათო, ნუ გააჩნია რა არის მიზანი მწერლის. მომწონს, მე არ ვამბობ, რომ მე ამას ვამბობ, კარგის და ცუდის მიღმა. მე ვამბობ, რომ ენა გიტაცებს მაშინ, როდესაც შენ აი სიკეთის და ბოროტების, ბნელის და ნაცების ძალიან დალაგებულია ეს სამყარო გურამთან და ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეგ აუცილებლად ენაში მოხდებოდა ეს გასვლა მთელი სიღრმეში და სხვათა შორის მე მგონია, რომ ეგ ერთხელ შოთას უთხარი გაგწელს, გავა დრო და პირველ ნაწილზე მეტად დაწერენ გურამ დაჩანაშვილის შემოქმედების მეორე ნაწილზე, იმიტომ რომ ქართულ ენაზე დაფუძნებით მოიფიქრა აბსოლუტურად ახალი ენა, ჩემი აზრით. რომელიც აი ქართული ენიდან გამოდის, მაგრამ ეგ არ არის ქართული ენა და ძალიან საინტერესო მწერალია, უბრალოდ აი ეს ლოდინას აყდამიდან არავინ არ კითხულობს რატომ ხაცრამე ვარ. მე კიდევ რაღაცები დაწერა და არავინ არ კითხულობს, ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ახალი ენა მოიფიქრა ადამიანმა. ეს რამდენად კარგია ან აი ეს უმიტოდა დაჩანაშვილს მეთქო, მაგრამ უკაცრავად როგორ. არა, ძალიან საინტერესოა. და იმ ჯორჯანელიც ახალ ენას ხო არ იგონე? არა, აქ სხვა რაღაცა ხდება უბრალოდ კაცკუსა. არა, უბრალოდ იცი რა, ნიკო ცდილობს ძალიან ზუსტად გამოთქვას თავისი შეგრძნება, ემოციები, ამისთვის ის არ ყოფნის მას უკვე დადგენილი სიტყვათ ხმარება და ლექსიკა და ის ისეთნაირად ეძებს და ისე შეატრიალებს ამ სიტყვას და ისეთ ფორმებს ეძებს და ქართულში არის ეს დიდი მარაგი სხვათა შორის. ძალიან დიდი მარაგია რომ ამოიღო ეს და მართლა აი ასე ხა მე მინდოდა ამ ლექსის წაკითხვა. ძალიან და თან არ მაცადა. ამიტომ სხვათა შორის მაგაზე უკეთესად წავიკითხა. მოდა მეორეც წაიკითხე. მაგრამ ის მინდა რომ მე ვფიქრობ ნიკას ეს საფრთხე არ ემუქრება. აი რა მოხდა იცით და ჰენდერნის აქ ნათქვამ და იმ წერილშიც გავიხსენე რომ ყველა მადლიდან რაც ღმერთმა ადამიანს მისცა ენა არის ყველაზე საშიში მადლი. ეს ძალიან ღრმა ნათქვამია დიდი სიღრმეებიდან მოდის ეხლა მე იქ არ წავალ, მაგრამ ფაქტიურად შეიძლება რომ ეს დაგემართოს, რომ თვითონ შთან თხას, რომ გონია რომ შენ იყენებ მას, მან გაქციოს თავის ინსტრუმენტად, იმიტომ რომ ენა
სალონებში მაინც ის მომენტია. ხო, მაგრამ ასე არ ითვლებოდა, რომ შენ განაგებ ენას და ენა არის კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ გერმანულ აზროვნებაში, განსაკუთრებით პოეტურში და განსაკუთრებით ჰელდერლინთან, იქიდან დაიწყო და მე ჰაიდეგერთან მიაღწია ამან მართლა ენის ასეთმა გააზრებამ უკვე მართლა ძალიან სერიოზულ სიღრმეს. ეს არ არის საკომუნიკაციო საშუალება მარტო და არ არის განსაგებელი, ანუ ის რასაც შენ განაგებ, იქეთ განგაგებს შენ ენა. არის შენი მმართველი, ოღონდ ამას ადამიანი ვერ ხვდება. და ეს მოდის იქიდან, რომ სიტყვას აქვს სრულიად სხვა ძალა და ზემოქმედება, რასაც დღევანდელი ადამიანი უბრალოდ ვერ გრძნობს და არის ის იქიდან მოდის ბილსიტყვაობა სხვათა შორის. ხო და ეს უთხარი კაცო და მართლა ისე ცუდად ამიცხადდა ესა მაშინ როდის ეგ წერილი დავწერე ჯერ ესენი არის ჯერ კლასიკური პერიოდი იყო გურამ დოჩანაშვილის და თქვი რომ აი ესე თუ განვითარდა ეს საფრთხე არსებობს მაგრამ აი როგორც დაათომ თქვა ზუსტად იქეთკენ წავიდა ეხლა მე მაგალითად ისე მიყვარს მისი პროზა გურამ დოჩანაშვილის და მართლა მიმაჩნია იმ თვალზე თავისი შინაგანი სიცოცხლითა და თავისი შინაგანი თამაშის სეული არის ოთარ ჩხეიძე და გურამ დოჩანაშვილი მარტო როგორც პროზაიკოსები თამაშის სეული რომლებიც თამაშობენ და ისე თხრობენ ისე მთხრობელი რომელიც თამაშობს ხო და მოკლედ რომ მე ვეღარ ვკითხულობ მართლა ვეღარ ვკითხულობ აი ისეთი კარგად დაიწყებს იყო რაღაცა დასავლეთელები ისედაც დასავლეთელები აი რაღაცა ნაწარმოები აქვს ერთი ესა და ის სახელი ორი სახელია კაცის და ძმები რაღაცა ისედაც დასავლეთ მართლა არაჩვეულებელს სასაცილო საინტერესოდ რაღაცა მაგრამ იცი რა არის აი როგორ გითხრა ეხლა აი ბეღურა ზარბაზნით არ უნდა მოკლა ნუ მიხდი ესე იგი ამდენი რაღაცები რა რისთვის ეგ ძალიან კარგი მაგალითია იმიტომ რომ ოთარ ჩხეიძე და გურამ დოჩანაშვილი 90-იანების ბოლოსკენ აკეთებდნენ ერთი და იგივე რაღაცას მაგრამ ოთარ ჩხეიძე მაინც რახან ეს კლასიკური რომანის ეს ქონდა ის სიუჟეტის თხრობის ტექნიკა ხო მისთვის ეს იყო ყოველთვის ესეებში სუმანდას იცავდა მე ძალიან მიყვარს ოთარ ჩხეიძის ესეისტიკა ძალიან საინტერესოა სულ იცავდა ამ კლასიკურ ფორმას რომანის დაუშვათ მისთვის რაღაც ეს ლოურენსი იყო რაღაც სამაგალითო რომანი ეს რაღაც ტომას ჰარტიანის ინგლისური რომანი ხო მანდ იყო ერთი საინტერესო რაღაცა რომ ორივე სადღაც შეეხნენ ენის სინტაქსს რაც არის თვითმკვლელობაში შეგვიძლია ნუ არ უნდა შეეხო ენის სინტაქსს ჩემთვის ეგ არის რომ ნუ შენ თუ სინტაქსს ეხები შეიძლება თავი მოიკლა რაღაც მაგრამ ოთარ ჩხეიძე გადაარჩინა მაინც ამ სიუჟეტის ამ კლასიკური სიუჟეტის ანუ იმდენი ვერ გაბედა რაც დოჩანაშვილმა გაბედა ანუ დოჩანაშვილი მართლა სხვა ენაა და ოთარ ჩხეიძე მაინც დიალექტის მეშვეობით შეეხო ამებას და იქ უკვე სიტყვათ წარმოება დაიწყო სხვადასხვა რაღაცა თვითონ სიუჟეტი და ეს მისი წმენა ამ რომანის აგების არაძლევდა მაინც იმდენ გასაკაცო აქ უნდა ყოფილიყო კლასიკური სიუჟეტი რომელიც იწყება ხო დაუშვათ ვითარდება გადის პიკზე და მერე მოდის ფინალი ანუ მისთვის ეს ხო მაგრამ ეს ენასთან თამაში სხვადასხვა მეთოდებით იყო მაგრამ აქ დოჩანაშვილთან სულ მარტო ენა გახდა თვითონ აი ეს ის გახდა ანუ სიუჟეტმა პერსონაჟმა ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა და წავიდა სინტაქსი მაგრამ მან ჩემთან სიტყვა წარმოება არ არის სიტყვა წარმოება არ არის მაგრამ აი ატუჩვით გამიშვებს აი რო იწყვეს ეგრე არ იხმარება ხო ეგრე სიტყვა ატუჩვით არის ამრეზით იგივე რა სამრეზით რა ხო მაგრამ რა სასტავში მოძრაობს რატო გაცა არ ჩვეულებრივი ის არის ლიტერატურული ფორმა მაგაშია საქმე რომ ეგ არის ორდინარული არ არის გესმის არ არის ნორმატიული ნორმატიული არ არის ასე არ იხმარება ხალხი არ ხმარობს ხო ამ კონტექსტში რაღაცა არქაული სიტყვა შეიძლება შეიძლება იშვიათად ხმარება ბიჭო ჩვენ კარგს ვამბობ შენ ადამიანო კარგს ვამბობ შენზე და რაზე გვეკამათებ მე უბრალოდ ის ვთქვი რომ სიტყვა წარმოებები არ ამაქვს მეთქი იმავე დოჩანაშვილის განსხვავებით მაგალითად ამის მაგრამ რაც არის აი დიდებული ორ მწერალს რაც აერთიანებს და რაც არის ძალიან გამორჩეული და
თელ ჩვენ მსჯელობას შეიძლება ზედმეტად ხდით, ეს არის იუმორი, არაჩვეულებრივი იუმორი დოჩანაშვილთან და ჩხეიძესთან. რასაც ვერ ვიტყვით ქართულ მწერლებზე საერთოდ იუმორი ცოტა მოიჯგოჭლებს რა. აი იუმორი. ხო და ეს ლექსი არის განსაკუთრებული. აქ არის ესე იგი მიწიდან წასვლის განცდა, როგორც მე მივხვდი, ესა ნიკო, ხო? როგორც თქვენ მივხვდით ეგრე. მიწიდან გასვლის განცდა. ეხლა რითი არის ეს დასახვა საინტერესო? აი ნიკო სამადაშვილს აქვს ასეთივე ლექსი, ეხლა სათაურო დამავიწყდა, სადაც ასევე აღწერა. ესე იგი, რას სული და ცხედარი როგორ შორდება ერთმანეთს, არაჩვეულებრივი ლექსი აქვს ნიკო სამადაშვილს, რაღაცა გრიგალისებური ტემპერამენტით გასვლა მიწიდან სხვა სამყაროში და სულ სხვაგვარია ის, მაგრამ ნიკოსთან აი რა არის საინტერესო, რომ აქ არაფერი მეტაფიზიკური არ არის. ну არა მეტაფიზიკური არ არის, ხა უნუგეშო პოეტია. ხო და რა ვქნათ, მაგრამ ის ცდილობს განიცადოს რა განცდა შეიძლება კონდეს იმ წუთში ადამიანს, რომელიც დედამიწას ტოვებს. ჩემზე ძალიან მოქმედებს ეს ლექსი და მიმაჩნია, რომ ქართული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია. აი საუკეთესო და ძალიან საინტერესო ლექსი. ყოველგვარი მეტაფიზიკური სივრცის გარეშეა, ეს არ არის პლუსი, რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის პლუსი პიროვნებისთვის თუ კაცობრიობისთვის თუ ცივილიზაციისთვის, მაგრამ ის არის მართალი, იმიტომ რომ ასია ეს ადამიანი დღეს. და ასე ხედავს, აი მართლა ძალიან საინტერესო ლექსია, აი მე მაგალითად ასე წავიკითხავ. ხო, მაგრამ ნაირი და სხვებს აღარ დარჩება. არა, ერთი წუთით არა, სკიუს განამთლიანად წავიკითხავ, კაცო პოემას, აი დასაწყისი უბრალოდ. მოდი ყველა წავიკითხავ. წავიკითხო? რა თქმა უნდა. და ერთ მშვენიერ ზომიერად უსახო დღეს სიშორეებზე გავფრინდები შორებზე შორს ბოლო წამამდე თვალს ვერ მოვწყვეტ ჩემ უკან ხედს ვერც ერთ ფუღუროს ლაქას თუ კოჟრს თიც მთელი ძალით საბოლოოს გამოვკრავ სიმს და ყურს მიუგდებ როგორც მთხრობელს უსმენენ ცუდს როგორ შემვედრებს ცოტა ხნითაც დარჩენას ის და ვერ მივხვდები წრფელად თუ ცრუდ ვერც ავიჩეჩავ ვეღარც გავშლი დაშვებულ მხრებს მხრებიც ვეღარას შეიტყობენ თავიანთ მხრით ჰაერონების სანეტარო ჟრჟოლების მგვრელს ირგული რამისგან სიტყვით თუ ხმით. აქ გავჩერდები ახლა და ასეთი აქცენტებით უნდა წაკითხო. საინტერესო არის, რომ აი შემოვიდა პოლემიკა და ასე მარტო წარდგინებაში აი ამ ფორმატში არ დარჩა და ვისაც ისი აზრი და სურვილის გაუჩნდება თქმის შეიძლება ჩაერთოთ ხოლმე, ასე გავაგრძელოთ. შემდეგი პროზაში ალეკო შუბლაძე არის წარმოდგენილი. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მისი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი, ისა მოთხრობა აფრაში დაიბეჭდა, მერე შეიცვალა სახელი ამ მოთხრობამ როგორ ერქვა თავიდან მატუილისთვის გახდა მე. ხო, თავიდან მცირე ტირაჟიანი პასუხი. პასუხები ერთ-ერთი მცირე ტირაჟიანი ჟურნალისტვის. ხო. აი მოთხრობა იყო. აი. მაშინ ამას ამოუჭრა და თქვენ ხელახლა. კაი, არა კერკაცავი. აი ეს მოთხრობა საერთოდ ხო ალეკო ცხოვრებაში და თავის ნაწერებში არაჩვეულებრივი იუმორით არის გამორჩეული და ამ მოთხრობაშიც რა თქმა უნდა ამას შეხვდებით ისეთი ინტენსივობით ვერა უფრო მისტიკური რაღაც ფილოსოფიური ხასიათის მოთხრობა ოღონდ
მე მგონი ისა ჯობია შეთვითონ მოკლედ გითხრა რა ხდება და მე ისა ვისაუბრო. პირველ რიგში მართლა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა ეს მოთხრობა იყო, რომელმაც რაღაც სადღაც გაიმარჯვა, რაღაც მერიის კონკურსებში, რაღაცებში ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური იყო ჩვენთვის რა, პასუხები ერთ-ერთი მცირე ტირაჟიანი ჟურნალისტვის. მე მემჩვევია ეგეთი რაღაცა დროთა განმავლობაში ვცვლი ხოლმე ამ თუ ამჩნევ რომ რაღაცა ვერ იყო ისე, თუ ვატყობ რომ ვიზრდები და ის რაღაც ვერ იყო, ამიტომ ვცვლი ხოლმე და შეიცვალა რაღაცები გამარტივდა და სახელწოდება შეიცვალა გახდა ლაბირინთი მანუელისთვის. ლაბირინთია მართლა ბოლომდე მე თვითონაც არ ვიცი იქ რა დავწერე, ბოლომდე ვერ ვირკვევი მაგაში, მაგრამ რაღაც გამოვიდა რა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, გარდა ამავე დროს იმას ვიტყვი რომ ეს ძალიან კარგი წლები იყო ჩემი კავკასიური სახში, იმიტომ რომ შვიდად ვიყავი რა, ასე ვთქვათ, აი არც ეგრე შვიდად არ ყოფილო, ანუ ხალხთან არ ქონია კონფლიქტები, არავისთან თანამშრომლებთან ნაირასთან ხო არ ქონდა, მე რა ვიცი ხან პერფორმანსები იდგმებოდა, ხან ვიღებდით ხო დიახ, ეს რომელი გოდაა ეს, ეს პატარაა ხო? მოვა პატარა. ეს მაშინ სად იყო არ ვიცით. ხო და მოკლედ რა ვიცი, ესე გამოვიდა. შემდეგ ხო რა შეეხება ხა შემდგომ მწერლობის ამბებს, ხო სხვათა შორის აქვე არა, იქვე სადაც ესე იგი იქვე განვაცხადე, როდესაც გამოვიდა რომანი სამსარა, ძალიან უცნაური მომენტი იყო და ბაკურს ველაკაურმა თქვა, რომ აი ამისგანო, ჩემზე თქვა, ეხლა მე გავაკეთებო ძალიან მაგარ მწერლს შევქმნიო, მაშინ რატომაც დაემთხო და მე ვთქვი, რომ მე მივდივარ მეთქი მწერლობიდან და დავჭით ყველანი სახტად. მე მართლა აღარ ვაპირებდით რა, მე თვითონაც გამეგვირდა, მაგრამ მე აღარ ვაპირებდი დაბრუნებას, იმიტომ რომ წავედი ინდოეთში რა, ანუ მართლა ესე ფიზიკურადაც წავედი, მაგრამ რაღაც აი ამ ცნობიერებით წავედი და ისი აღმოჩნდა რომ წერა აღარ მინდოდა, აღარ მქონდა ამის სურვილი. რაღაც შემში შემოდიოდა. ხო, ჩემში შემოდიოდა, მეთქი რა უნდა დავწერო, ხო, ისე დაწერილია ყველაფერი და ხო, შენ 15 წლის მერე დავბრუნდი და მერე აღმოჩნდა რომ რაღაცები დავწერე, მერე გამოვიდა უკვე 2 რომანი გამოვიდა, იმის მერე მოთხრობების ერთი კრებული ახლა გამოვა, მეორე კრებული ინტელექტი გამოსცემს ალბათ. სტილი რაღაცნაირად შეიცვალა ცოტა, მაგრამ მე მივხვდი რომ ადამიანმა უნდა მწერალმა მით უმეტეს უნდა ცვალოს, ადამიანმაც უნდა ცვალოს თავისი ცხოვრება, თავისი სტილი, რაღაც ახალი უნდა მოიგონოს, რაღაცა გადატვირთოს, ერთი რაღაცა შტამპების გამოცემა და რაღაცა ეგეთი იმებში მე ეს არ მომწონს ესეთი მიდგომა, იმიტომ რომ მე შენთვისაც მოსაწყენია რა. ამიტომ ასე ვფიქრობ, რომ თუ ამის შემდეგ რამეს დავწერ, ყოველთვის რაღაც ექსპერიმენტული სახი არა, მაგრამ რაღაცა ჩემთვისაც ისეთი იქნება, შევეცდები ხოლმე რომ ცოტა მეტად კიდე უფრო მეტი რაღაც ისეთი ჩავდო. პირველ რიგში ჩემთვის იყო სასიამოვნო. როცა მკითხველზე ფიქრობ, რაღაცები შენთვის არ არის ხოლმე აღარ არის სასიამოვნო და რაღაც კომპრომისებზე მიდიხარ რა. ეხლა აქ პროზაში მე გამიჭირდება ალბათ წაკითხვა, ხო? რაღაც ნაწყვეტის, იმიტომ ფრაგმენტი წაიკითხე არ მოთხრობაზე ილაპარაკე, რომ ხო. ხო. მოთხრობაზე რაც იყო, ეხლა ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ძალიან მოდაშია რომანები. ძალიან ბევრი და იწერება და მე მივხვდი რატომაც არის ესე ნუ ისე არ გამოვიდეს რაღაცნაირად, მაგრამ ესე ვფიქრობ, ასე ვიტყვი, რომ ძალიან ნუ რთულია ხოლმე მე ასე ვფიქრობ ადამიანისთვის, მწერლისთვის რაღაც თემის და სერიოზული სათქმელის მოფიქრება, როგორც აი რა რომანებზე ჩვენ გავიზარდეთ, რა მწერლობაზეც რთულია ხოლმე და ამიტომ ყველა იმ წარსულის, ასე ვთქვათ, თუ ახლანდელი რაც ფასობს, რაც ღირებულია, იმათი შინაარსი და საფუძველი არის ძალიან ძლიერი ხოლმე რა, თელი კონცეფცია არის, არსებობს წერლის, ხო, გინდა ვინც არ უნდა გავიხსენოთ, თუ გინდა აი წინა იმის სარტრი და გინდა კამიუ და ვინც არ უნდა იყოს, ხო, დოსტოევსკის ემებზე აღარ ვლაპარაკობ, ყველას ჰქონდა თავისი სერიოზული კონცეფცია. ეხლა თითქოს როცა გამოილევა ხოლმე, თად გრაფომანია არ მიდის, მაგრამ მიდის ხოლმე რაღაცა აი საიდან დაიწყო მწერალმა არის ის სადმიო არის ის შუაში ხანდახან ესეთი შტაბეშტილება მრჩება და რაც არ უნდა უცნაური იყოს მკითხველი ჩაითრია ამან და ეს დიდი რაღაცა როგორ ვთქვა ჰიპნოზის მსგავსი რაღაც არის და ამას კითხულობს რა რჩება ბოლომდე ვერ იგებს ხოლმე მე ასეთი შტაბები რო ვეკითხები ვერ იგებენ რა რჩება და უბრალოდ აი ეს პროცესი კითხვის პროცესი ეს
კი ბატონო, ჯადოსნობაა რაღაცა, ჯადოქრობა არის, იქ ამ სიტყვებით და რაღაცა ნებისმიერი მწერალი ახდენს რაღაცას თავის მკითხველს ამითი აბამს რა. მაგრამ აი ხა ჩემ შემთხვევაში აღმოჩნდა რომ ყოველთვის რომანის თემა არ აქვს ადამიანს რა. აი ეს არის ხოლმე უცნაური, ხანდახან აიღებენ რაღაცა თემებს, გააერთიანებენ, უაზროდ და უშნოდ არის ხოლმე გაერთიანებული და გამოდის რომანი, რაც გაწერილი რომანი გამოდის სხვადასხვა ერთი თავის სხვაზეა, მეორე თავის სხვაზეა, მე უნდა შევკრა ეს და არ მინდა ახლა ამის შეკრება, არც იკვრება ხოლმე ხშირად. არის თემები, რომელიც მხოლოდ მოთხრობისთვის არის რა. მოთხრობისთვის არის. ხო, არაფერს ისეც არ ვამბობ. მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა რომ მოთხრობა არ არის აი მოდაში. თუნდაც ის ფრანკფურტის ამბები რო იყო და რაღაცა როცა რაღაცებს თარგმნიდნენ, ამბობდნენ ხოლმე რომ მოთხრობა არ არის დასავლეთ. გერმანელები ხო არ არის ხო, არ არის ხო, არ არის მოთხრობა, ამას ახლა ვერ გაიგებს. ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ გერმანელებზე შემეცვალა ჩაბეშტილება, ხო, იმასაც მეუბნებოდნენ, მაგალითად ახლა გადამალვაში ეპიზოდია ლიფტის ეპიზოდია რა. ამ ლიფტში ხდება ამბები, ხო, ლიფტში ხო რამდენჯერ ადიხარ, ჩამოდიხარ, რაღაცები ხდებოდა, ხო, გადამალვაში, ვისაც აგიკითხავთ, იქ ეს ეპიზოდია, მაგასო გერმანელები ვერ გაიგებენო. ეს ლიფტშიო რა ხდება ვერ გაიგებენო და რა ვიცი გამიკვირდა რა ეხა არის კადრები ფილმებში არ იმებში როცა ლიფტში ვიღაც იჭედება ხო და ჩემთანაც დაახლოებით იგივე ხო აი ესეთი კარმა გვაქვს ზოგიერთს და იქ რაღაცები ხდებოდა გესმის და ეხა როგორ ხო ამიტომ ვეღარ გავიგე მაგრამ მე გადავწყვიტე რომ მოთხრობის თემა არის მოთხრობის თემა მინიატურის თემა არის მინიატურა პატარა რაღაც ნოველა არ ღირს, რამდენსაც მოითხოვს, იმდენი უნდა გაკეთდეს. ამიტომ ბოლო პერიოდში აი ეს სადღაც 1 წელი, 2 წელი ამაზე მუშაობ, უბრალოდ ბოლო ნახევარი წელი, რაც დაუბრუნდი აი ნოემბრის ტურიდან, ინდოეთში ვიყავი, რომ დაუბრუნდი, იმის მერე აი ეს 5 მოთხრობა დავამუშავე, სხვადასხვის ჩუმად ვიყავი. აი ეს დაამნიშნულოვანია, ესე იგი, სახში გავებუტე ყველა სპეციალურად. რომ გავიჩხუბი და გავებუტო და არ მელაპარაკებოდნენ. აღმოჩნდა ენერგიის დაგროვების ძალიან კარგი საშუალება. დიახ, ნუ ზოგი ისე მოვიქე, განზრახი, ზოგი ისე მოვიქეცი, ისინი გავებუტნენ, ეხა საეჭო იყო რომ ყველას მე გავბუტებოდი და მოგეთ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა მე უთხარი რომ ეხა მასალით და ნახევარი წელი ვიყავი ჩუმად. საინტერესო ენერგია დაგროვდა. და ავიტუჩე სანსკრიტულად ესე იგი ჰინდიზე ამას ქვია მაუნი და ეს სპეციალური ნუ ჩვენთანაც აკეთებენ ვიღაცები სპეციალური მეთოდი არის რომ გაჩუმდებით და ენერგია და დავწერე 5 მოთხრობა მოთხრობები იყო სხვადასხვა თემატიკის ცოტა ჰორორის ჟანრი იყო ცოტა მისტიკა იყო ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და ეხაც ახდენს და თვლი რომ ყველაზე ძლიერი პროზაიკოსი ეს არის ბორხესი ჩემი აზრით და ისიც მოთხრობებს წერდა საოცარ აი ჩემებურ რაღაცებს ეხება შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს ხადია მაგრამ ნუ ჩემი არა და ბორხეს ვერ გაიმეორებ კაცი ვერც ბორხეს კი არა სტივენ კინგსაც ვერ გაიმეორებ ვერც ვერ გაიმეორებ ამიტომ ჩემებურად გავაკეთე ეს ალბათ ნოველას მეთქი ამ იმას რა ქვია წიგნს ერქმევა ქალის ამრეკლოზე აი რომელიც აქ დაიბეჭდა ჩემი აზრით ყველაზე ისეთი ღირე ნუ ამ მიმართულებით გავაგრძელებდი მუშაობას როგორც აქ არის მოთხრობებზეც და რომანსაც თუ გავაკეთებ რამეს არ ვიცი ეს ჩემი ის არის სხვაებიც არიან ნუ სათაურები შემეძლია გითხრათ და ამით მორჩები ალბათ 5 რომელ თავარ სიტყვაზე აქ რომერე როცა ხო აქ შინაარსობრივად როგორ არის იცით ჩვენ ვიცით თავდაპირველი სიტყვა არსებობდა რაღაც თავარი სიტყვა და ზოგი ამას ამბობს ზოგი იმას ხო და ინდოეთში ყოფნისას რაღაცნაირად იქამდე მივედი რომ ეს არის რომ მითხრეს თავარი სიტყვა ხო და ეხლა ძნელია ხო ესე უცოდ დაიჯერო ყველაფერი რაღაცა ეს თემა შემოვიდა აქ თავარი პერსონაჟი ეძებს ამ თავარ სიტყვას იპოვის თითქოს მაგრამ ერთია იპოვა მეორეა მისი დაჭერა მისი გათავისება მისი დახმარების მიღება ამ პირიქით მისი სიყვარული და ასე შემდეგ და
აქვე ჩაურთავ ერთ რაღაცას, ძალიან დამეხმარა ინდუეთი, იმიტომ რომ ესეთი თემატიკა შემოვიტანა ჩემს ცხოვრებაში და ნაწარმოებშიც, რომ სიტყვას თავდაპირველი სიტყვაზე ხა მეც აღარ გავაგზავნებ, აქ ცოტა ისე არის. სიტყვას აქ ძალიან აღმოჩნდა ჩემთვის ძალიან დიდი უფრო იმაზე მეტი, ვიდრე მე ვფიქრობდი, რომ მას შეიძლება ქონოდა. მაგალითად მე ერთ მაგალითს მოვიყვან მარტო რომ იქ მყავდა მე მასწავლებელი ინდუეთში გურუ, ხო იცით გურუს ეძახიან, სულიერი მასწავლებელი არის, რომელიც სასწავლო რაღაც უცნაურ რაღაცას ფლობდა რა. ძალიან საინტერესო რაღაცას ფლობდა, რამაც მე რაღაცა მიმართულება მომცა. მის ლექციაზე როცა ვიყავით ჩვენ ვისმენდით, დიდი აუდიტორია იყო ხოლმე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ინდოეთში ჩამოდიან ადამიანები, როცა უსმენდით და ისყვებოდა ხანდახან საუბრობდა მხოლოდ 15-20 წუთს, ბევრს არა. მე სხვას აძლევდა ხოლმე სიტყვას და მაგრამ უცნაური ის იყო, რომ 15-20 წუთში რა უნდა მოასწრო ადამიანმა, ეხლა რამდენი უნდა თქვა. ხო, აგე მე 9 საათი ვლაპარაკობ და არაფერი ისეთი არ მithქვამს, მაგრამ 15-20 წუთში და უფრო მეტი გაცილებით მეტი შემოდიოდა ცოდნა მოყვებოდა ამ სიტყვების კომბინაციას რაღაცას წინადადებებს შორის აი თითქოს ამას ცელ ცოდნას ცელ სიბრძნეს ამ სიტყვებს მოაყოლებდა ხოლმე იმიტომ რომ ლექციიდან გამოსულნი ჩვენ ქონდა უკვე პასუხები რაღაც კითხვებზე ხო აი ესე პასუხები ქონდა გასაღებები გვეჭირა ხელში ეს აღმოჩინეს ხვებშიც უცბად ისეთი ადამიანი რომელიც მანამდე თითქოს არ გამოიქცეოდა დიდი იმებით გონიერებით უცბად სასწაულად იწყებდა რაღაც ლაპარაკს და ხსნიდა ამ ყველაფერს მოკლედ ეს არის წერილობაშიც რა და იმით დავასრულებ რომ აი ხა იყო ზუსტად ამ სიტყვებზე იყო საუბარი ხანდახან შინაარსაც არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა შინაარს როგორ არ აქვს მაგრამ თვითონ აი ამ წყობას აი ამ თქმას აი ამ რიტმს რაღაცას წყობას შემიმჩნევია რა რაღაცას დაწერ და შეიძლება სულელური რაღაცა იყოს მაგრამ ხალხი აღთოვანდეს რა ანუ ეს არის სიტყვის რაღაცა ჯადოსნური ძალა ეს უნდა გააჩნდეს მე მგონი მწერალს მე მგონი ეს ქონდა ეს აქ ნიკასაც ქონდა ნოჩენაშვილსაც და დიდ მწერლებს აქვთ ასეთი რამ მე ხაზეპერ მეტყველობაზე ვთქვი ჩემ გურუს შემთხვევაში მაგრამ აქ იყო მწერლობაზე აი ამის თქმა მინდოდა დანარჩენი რავი თქვენ წაიკითხავთ პროზას ძნელი წასაკითხი ხა მოგლიჯილი რო არ იყოს და რავი თუ რაღაცნაირად ძალიან ესე აბდაუბდათ არ ვილაპარაკე მე მგონი გასაღები იყო ყველაფერი ესე იგი პროზის შემდეგ არის ესეისტიკა დათო ქართველიშვილის 4 კედელში 4 საინტერესო კედელი აქვს გახილული, მაგრამ სანამ დათო რამეს იტყვის, მე მინდა გავიხსენო შენ კი თქვი ნაირა რომ პირველად დაიბეჭდა ალტერნატივაში დათო ჩვენთან და მაშინ ხო ეს არ იყო მასალების გადაგზავნა, გადმოგზავნა მართლა იყო რედაქცია, ყოველდღე უნდა ვისულიყავი, იჯექი ამ რედაქციაში ავტორები მოდიოდნენ, ეს თავიანთი დაწერილი მოჰქონდათ და ასე შემდეგ. ხო და შემოდის მიხო ბეროშვილი ჩემთან რედაქციაში და მეუბნება რომ ვიღაც ბიჭი დგასო გარეთო და შენი ნახვა უნდაო. ხო და შემოვიდეს მეთქი მე და არ შემოდისო. ხო და კაი გამოვალ მეთქი რა. ხო და გამოვედი და იქ სვეტერი რო იყო იქ ატუზული არის ერთი პატარა ბიჭი ახალგაზრდა სათვალიანი და აი ეს 12 ფურცლიანი ეს ისა მწვანე ისინი რვეულები რო იყო ხოლმე აი ეგეთი რვეული უჭირავს და უცებ მომაწოდა რომ ისა აი მაგ მოთხრობა არისო თუ შეიძლება ნახეთო და გაიქცა რა შემოვედი ახლა აი სულ სხვანაირი იყო ისეთი კი არა ახლა სულ რაღაცა თავის კომენტარებს რო აკეთებს ირონიულს და რაღაც ხო წითელი პულოვერი ეს პულოვერი არ მახსოვს სათვალები და მართლა ხო შენს გახსოვს შემოვედი გადავშალე და აი ეს საფხაზიანი რეული რო არის ორ ხაზ შორის 3 თუ 4 ის არის სტრიქონი რა იმოდენა პატარა ასოებით რაღაცა დაწერილი
აი ასეთ დღეში ვიყავი ხოლმე. ასეთი რაღაც დაწერები მოხდა და მე უნდა გამერჩია ეს. ხო და რა ვიცი, აი წავიკითხე მომეწონა, მაგრამ ეს ბიჭი დაიკარგა რა, არ ჩანს. ბოლოს როგორც ისე გამოშტა და რაღაცა გავიცანით ერთმანეთი. დაიბეჭდა ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ და ნელ-ნელა ასე მეგობარიც კი გახდა. ამაზე ერთი რაღაცის თქვა შემიძლია, რომ ერთხელ არ მახსოვს ვინ იყო, ასეთი საყვედური მითხრა, რომ თქვენაო კარგი რედაქტორი ბრძანდებითო, მაგრამ ვისთანაც მეგობრობთო, იმას ბეჭდავთო ძირითადადო. ხო და მეუთხარი, რომ პირიქით არ იმეთქი ყველაფერი, ვისაც ბეჭდავ, იმასთან მეგობრობ მეთქი და მართლა ასე იყო, იმიტომ რომ აი ეს ახალგაზრდები რომ მოდიოდნენ რაღაცა ბეჭდავდი ერთხელ, ორჯერ, მერე თანდათანობით რაღაცა გავისაუბრებდით, მერე სადღაც წავიდოდით ერთ კათხალ უძდავლებდით და ასე შემდეგ მეგობრობ. სოციალური ფილმი და ფრაზი რო გააკეთე, ესა რედაქტორი ადამიანის მეგობარია რა. შეიძლება ეს და მე წავიდა 12 წელი ამერიკაში იყო და თავისი ექსპერიმენტები ჰქონდა ინგლისურადაც სადაც დაეწერა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ისე ქართულად დაწერა თავისი რომანი, საბა იყო, ბოლო საბა შაშანდრო იყო. და დაგარჩენს ახლა თვითონ მოგვიყვება რა დაგვიწერა აფრის. ხო, ნუ მაგას ესეზე რა ვიცი, ჩემებური ესეა რაღაც, არ არის ეს რაღაც აკადემიური ესე. მე მომწონს ეგ ჩემი რომანებიც ესეური ნაკადი აქვს და ესეებსაც აქ ამბები შიგნით ხდება. ნუ ახლა ამის სტრუქტურა მარტივია, რომ მინდოდა კედლებზე დაწერა. და დავიყვანე 4 კედელამდე. ნუ პირველი კედელი არის, რა თქმა უნდა, ჩინეთის კედელი, მეორე კედელი არის ტრამპის კედელი, მესამე კედელია იერუსალიმის კედელი და მეოთხე კედელია ბერლინის კედელი. და ანუ აქ თვითონ კედლების ისტორია არ არის. აქ არის განხილული საკითხი ჩემ ცნობიერებაში, როგორ შემოდიოდა ტრამპის კედელი. როგორ და რა ვითარებაში მესმოდა ამ კედლების არსებობა, მაგრამ ეხლა მე ეს შესანიშნავი საშუალება, რომელიც მომეცა რომ ვილაპარაკო, ცოტა მინდა სულ სხვა რამისთვის გამოვიყენო ხალხო. რაღა დროს მე ვარ. მე ძალიან იშვიათად ხვდები უკვე რაღაც ჩემ კოლეგებს რაღაცა ისეთი და აი ესეთი ძალიან კარგი საშუალებაა ჩემთვის და მინდა რომ ყველას როცა ხვდები ჭკვიან ადამიანებს ვეკითხები ერთი და იგივეს. რომ ჩვენ საქმეს აუცილებლად უნდა მოენახოს რაღაცა ახალი აზრი და დანიშნულება. ოღონდ მე რომ მკითხოთ რა არის ეს ახალი აზრი და დანიშნულება, არ ვიცი, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, იმიტომ რომ ჩემთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ეს მკითხველის ფაქტორი, მკითხველის არსებობის ფაქტორი. როგორც ვიცით ახლა, ნუ რაღაცა 70-იან წლებიდან ამ ინდუსტრიამ შექმნა ეს რაღაცა მასობრივი მკითხველი, რომელსაც სხვა ლიტერატურა აინტერესებს, ეს ჩემთვის სრულიად გასაგებია და სრულიად მისაღებია, მაგრამ რა შეიძლება ჩემ თავსაც უსაუკეთოს და თქვენს თუ იცით მითხარით, რომ რა შეიძლება და როგორ შეიძლება, რომ ადამიანებს აუხსნათ, რომ ლიტერატურა არის ესთეტიკური ფაქტორი. რომ ეს უნდა იკითხო არა როგორც რა ხდება შიგნით, არამედ როგორ ხდება. როგორ შეიძლება, აი რახან სკოლაში ვართ, აი ეს მაინტერესებს, რომ ხდება სკოლაში ამ მისაღზე, იმიტომ რომ მე რომ ველაპარაკები ადამიანებს, ხვდები რომ კარდინალურად განსხვავებულად აღიქვავენ ლიტერატურას. კარდინალურად და ამიტომ ჩვენ თუ ვამჩნევთ რომ ეს კლებულობს, იმიტომ რომ უკვე კლებულობს, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივად არის. თუნდაც მოთხრობა რაც ალეკო მახსენა, მოთხრობის ფორმა, ეს ძალიან ხანგრძლივი თხრობაა უკვე ადამიანისთვის, როცა ადამიანი მიყვება მხოლოდ ამბავს და პერსონაჟს. და მე მაინტერესებს როგორ შეიძლება ის რომ ადამიანებს რა გზით შეიძლება აუხსნა, რომ კითხვა არის პირველ რიგში ესთეტიკური ფაქტორი. რომ ადამიანმა ამ სახლზე დაუშვათ ააშენა ეს სახლი, მაგრამ ეს სახლი როგორ არის აშენებული, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ სახლში ვინმე იცხოვრებს თუ არ იცხოვრებს. გასაგებია, რომ ანუ არა, მე ვსჯელობ. თავიდანვე რო ვიცო, თავიდანვე რო ვიცო. როგორი რთული იყო ჩემთვის მაშინ იმპერიაში რომ მითხარი, შენ
ხო, ანუ და აი მე მაინტერესებს და აი ეს ფაქტორი ჩემთვის რომ ადამიანს გააგებინო ეს ანუ სად რომელ ასაკში ხდება ეს ვერ გავიგე და ამიტომ ესე ყველას დავდივარ ხოლმე შოთას ვნახავ ხოლმე ვეკითხები შოთას ვისაც ვნახავ დავიჭერ ხოლმე და ველაპარაკები ამ თემაზე როგორ უნდა აუხსნა ადამიანს რომ წიგნი დაუშვათ ხო უნდა წაიკითხოს როგორც რაღაცა ესთეტიკური ფაქტორი და არა ემოციური ან რაღაცა სტრუქტურულად გამართული ამბავი. და კიდევ ერთი რამდენად დაუშვათ ეხლა მე ვხვდები რომ ეხლა ძალიან უკვე სხვა დრო დგება და ეს რაღაცა კანონები და ესენი რამდენად არის შესაძლებელი რომ თუ ფურცელზე ვერ გამოვა ჟურნალი გამოვიდეს ონლაინ მაინც რო არ გაჩერდეს. გასაგებია რომ იქ ხარჯებია და იქ რაღაცებია და რაღაც ფულს უბრალოდ ვერ აიღებ იმიტომ რომ უნდა დარეგისტრირდე და ასე შემდეგ და არავის არ უნდა ეს დარეგისტრირება გასაგებია და აი ეს რამდენად არის ეს უკვე პრაქტიკული საკითხია ტექნიკური რამდენად არის შესაძლებელი რომ ჟურნალი გამოვიდეს ონლაინ პრინციპში ეს არის და ეს ახლა რატო არ მე აქ უფრო სხვა პრობლემაა რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ რომ ეს ამდენი ჟურნალი რაც გამოცემულია ეს საიტი არის გასაკეთებელი მისაღებია აი ეს მასალები რომ აიტვირთოს და გაცოცხლოს მთელი ეს ზღვა მასალა რაც ჩვენ იმიტომ რომ ალეკომ რაც თქვა მოთხრობა რატო არ არის საინტერესო და პოპულარული მოთხრობა საინტერესო იყო როცა გამოდიოდა ბევრი ჟურნალი მაშინ აი რომ დაუკვირდეთ ხო ჩვენი ეს სტივენ კინგი და ესენი დაწყებულია ჟურნალებში წერდნენ რაღაც მოთხრობებს საშინელებათა მოთხრობებს სამეცნიერო ფანტასტიკას ასე შემდეგ ანუ მოთხრობა იყო როდესაც მთავარი და წამყვანი ჟანრი იყო კითხვების შორის როდესაც იყო ბევრი ჟურნალი ხო ანუ სარეკლამო დაუშვათ ჟურნალები ითხოვდნენ ბოლო გვერდზე რაღაცა მე სხვა რამესაც გაგახსენებთ რომ იყო დრო როდესაც ჟურნალ სარკის ბოლო გვერდზე მოთხრობა იბეჭდებოდა ხო როგორი მოთხრობა ეს სხვა საქმეა მაგრამ იბეჭდებოდა მოთხოვნა იყო ამაზე ეგ გაქრა ამიტომ მოთხრობა ვერ იქნება იმიტომ რომ მე უყურებს ყველა რომ აი რაღაცა ერთი როა იქ უფრო გავყიდი ვაში ხოლმე მე როგორ მე ჩამოვიდა